რამდენად ძლიერია ლომების პრაიდი ცხოველების სხვა ჯგუფებთან შედარებით. ყველაზე საშიში რამ, რასაც შეიძლება ველურ ბუნებაში შეხვდეთ, არის მტაცებელი, რომელიც ჯგუფებად ცხოვრობს. ის არა მარტო თავისი ინდივიდუალური ძალითაა საშიში, არამედ სავარაუდოდ მეგობრებიც ახლოს ყავს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსგავსი ცხოველი ლომია, თუმცა ლომი ერთადერთი ცხოველი არ არის, რომელიც მარტო არ ცხოვრობს. დღეს ვილაპარაკებთ ცხოველების ასეთ ჯგუფებზე და შევადარებთ ამ ჯგუფებს ლომების პრაიდს. მაგრამ სანამ ამას გავაკეთეთ, მოდით თვითონ ლომების პრაიდი განვიხილოთ. ლომები. ლომის ზედმეტსახელი ჯუნგლის მეფეა. მაგრამ ლომს თუ ჯუნგლებში უდესმე შეხვდებით, ეგ ფაქტი აუცილებლად დააფიქსირეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი იშვიათობაა. ლომები ჩვეულებრივ მხოლოდ სავანებში და მდელოებზე ცხოვრობენ და სხვა დიდი კატებისგან განსხვავებით მარტო არ ცხოვრობენ. ლომები გაერთიანებულები არიან შედარებით პატარა ჯგუფებად, რომლებსაც პრაიდები ეწოდებათ. ტიპიურ პრაიდში 6-დან 15-მდე ლომია. ზოგჯერ შეხვდებით 15-ზე მეტსაც, მაგრამ 6-ზე ნაკლებს ძალიან იშვიათად. ლომების პრაიდის უმეტესობას ძულომები შეადგენენ. პრაიდს კი ხვადი ლომების კოალიცია მართავს. ამ კოალიციებში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 ხვადი ლომია. მათ პრაიდის დაცვა ყველაფრის ფასად ევალებათ. დანარჩენ ყოველდღიურ საქმეებს კი ძირითადად ძულომები აკეთებენ. ისინი ნადირობენ და ბოკვერებს დიან. მოკლედ ლომების პრაიდზე რაღაც პატარა წარმოდგენა შევიქმნით. ახლა მოდით გავიგოთ, რამდენად გაუწევენ ცხოველების სხვა ჯგუფები მას წინააღმდეგობას. კოიოტები. კოიოტები ცხოვრობენ ხროვებად ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ისინი არიან შედარებით პატარა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც პატარა მსხვერპლს უფრო ერჩიან. კოიოტებს სხვადასხვა გლებთან შერკინებას უწევთ და ზოგ შემთხვევაში, რაც უნდა გასაკვირი იყოს, იმარჯვებენ. კოიოტები ძირითადად 18-დან 23 კილოგრამამდე მერყეობენ და მათ ხროვაში 3-დან 6-მდე დასრული კოიოტია. თუმცა იშვიათ შემთხვევებში ეს ციფრი 20-მდეც ადის. მოკლედ შესაძლებელია, რომ კოიოტების ხროვას იმდენივე კოიოტი ყავდეს, რამდენიც ლომების პრაიდს ლომი ყავს. ალბათ თავადაც ხვდებით, რამხელა განსხვავებაა ფიზიკურად კოიოტსა და ლომს შორის. საშუალო ლომი საშუალო კოიოტზე 150 კილოთი მძიმეა. კოიოტებს თავისზე დიდი ცხოველი არაერთხელ დაუმარცხებიათ. ისინი მგელს ერევიან იმ შემთხვევაში, თუ ბევრად მეტნი არიან, მაგრამ ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია, რამდენი კოიოტი დასჭირდება ერთი ლომის დამარცხებას. ლომების მთელ პრაიდზე საერთოდ არაა საუბარი. მოკლედ კოიოტების ხროვამ ლომების პრაიდს კონკურენცია ვერ გაუწია. ასე რომ გადავიდეთ ცხოველების შემდეგ ჯგუფზე, რომელიც შედარებით უფრო ძლიერია. დინგოები. დინგოები ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონადირეები არიან და პრინციპში ავსტრალიის კონტინენტზე კვების ჩაჭრის სათავეშიც არიან. დინგოები ცხოვრობენ ჯგუფებად, რომლებშიც 10-დან 12-მდე ველური ძაღლია. დინგო საშუალოდ 15-დან 18 კილომდე იწონის, თუმცა თავის ზომასთან შედარებით ძალიან ძლიერია. დინგოების ჯგუფს ავსტრალიაში დიდად პრობლემას არც ერთი მტაცებელი არ უქმნის. აქედან გამომდინარე, ეს ველური ძაღლები ძალიან დიდი თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათ უკან დახევა არ ჩვევიათ, თუმცა შეიძლება ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. ლომები ავითარებენ 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეს, თუმცა მალევე იღლებიან და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებენ. დინგოები კი მაქსიმუმ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ ამ ტემპს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, დინგოებს მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვთ და ისიც გამძლეობაში. რიცხობრივად ისინი ან ემთხოვიან ლომების პრაიდს, ან ცოტათი უფრო მეტნი არიან. იმის მიუხედავად, რომ დინგო თავის წონისთვის ძალიან ძლიერია, ის ლომს ვერაფერს დააკლებს. მით უმეტეს თუ ერთ-ერთზე მოუწევს ბრძოლა. მოკლედ დინგოების ჯგუფი ლომების პრაიდს ვერ უწევს კონკურენციას. ამიტომ დროა ლომებს ნელ-ნელა გავურთულოთ საქმე. ვიდეოს ბოლოს კი შევახედოთ ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტ კონკურენციას გაუწევს. გორილები. გორილებს ალბათ ამ სიაში არ ელოდეთ. ეს გასაკვირი საერთოდ არაა, რადგან ისინი მტაცებლები არ არიან და ძირითადად მცენარეებით იკვებებიან. ისინი ხორცს თითქმის არასდროს ჭამენ. ასე რომ გორილები მონადირეები და მით უმეტეს ჯგუფური მონადირეები არ არიან. ამის მიუხედავად, გორილების ეგრეთ წოდებული ჯარი მაინც ძალიან საშიშია. მაინც ვიტყვი, რომ გორილების ჯგუფს ჯარს ეძახიან. გორილები მონადირეები არ არიან, მაგრამ როგორც კი თავიანთი ტერიტორიის დაცვა გახდება საჭირო, ძალიან აგრესიულები ხდებიან. მათ ხშირად უწევთ ისეთ მტაცებლებთან გამკლავება, როგორებიც არიან ნიაგი და ლეოპარდი. ზოგჯერ გორილა ამ მტაცებლებს კლავს კიდეც. მოკლედ გორილების ჯარი ხელწამოსაგრაო ჯგუფი ნამდვილად არაა. თუმცა ლომების პრაიდს შეიძლება ეს საერთოდ არ აინტერესებდეს. იმის მიუხედავად, რომ ლომები და გორილები ერთ კონტინენტზე ცხოვრობენ, მათი ჰაბიტატები არ იკვეთება. რის გამოც მათ შორის დაპირისპირება ძალიან იშვიათია. გორილების ეგრეთ წოდებულ ჯარში ძირითადად 5-დან 10-მდე გორილას შეხვდებით. ანუ გამოდის, რომ ჯგუფებში ცხოველების რაოდენობა ან თანაბრად გვაქვს, ან ლომები არიან მეტნი. შედარებით დიდი გორილები სიმაღლეში 1,8 მეტრამდე აღწევენ. მამრი გორილები საშუალოდ არიან 160 კილოგრამის გარშემო.
რეალურად მონაცემებს ამაზე მეტსაც შეხვდებით, წაიგითხავთ რაღაც 2 მეტრამდე იზრდება გორილა და 200 კილოგრამამდე იწონის, მაგრამ საშუალო გორილა უბრალოდ მაგხელა არ არის და რაღაც ანომალიებზეა საუბარი. მოკლედ საშუალო ლომს საშუალო გორილასთან შედარებით ძალიან ხშირ შემთხვევაში ექნება უპირატესობა წონაში. რა თქმა უნდა, შეხვდებით გამონაკლისებსაც. კვენის ასპექტს რაც შეეხება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, აქ გორილას მაინც ლომი ჯობნის. შეიძლება ფუძოლზე გორილას უფრო მეტი კვენის ძალა აქვს, მაგრამ რეალურად არც ლომის 650 PSI და არც გორილას 1300 არ არის კვალიფიციური კვლევის შედეგი. ამის დასამტკიცებლად ყველაზე მყარი არგუმენტი ის არის, რომ გორილამ 1300 PSI-ით რამეს რო უყინოს, მართლა მისი კბილები ვერ გაუძლებს ამ ზეწოლას. ეგ ფიზიკურად არ შეუძლია. და ლომებს რაც შეეხება, ეს 650 PSI-ის ამბავი არის ძალიან დამკვიდრებული. თუმცა მე პირადად კვლევა ვერ ვიპოვე, რომელიც ამას ასკვნის. სამაგიეროდ ვიპოვე National Geographic-ის სხვა კვლევა, რომელსაც სრულიად სხვა შედეგი აქვს. ყველაზე ცოტა კვენის ძალის მაჩვენებელიაც მოზარდმა ლომმა დააფიქსირა იყო დაახლოებით 730 PSI. საბოლოოდ კვლევამ დააშნა, რომ საშუალოზე პატარა ლომის კვენის ძალა არის დაახლოებით 931 PSI. მოკლედ მოდით დავუბრუნდეთ თემას. გავიგეთ, რომ საშუალო ლომის საშუალო გორილაზე ცოტათი უფრო დიდია. ძირითად შემთხვევაში საკმაოდ დიდი განსხვავებაა წონაში, მაგრამ მოდით ესე ჩავთვალოთ. და მოდით ისიც ჩავთვალოთ, რომ ამ ორი ცხოველების ჯგუფს თანაბარი წევრები ყავთ. ასეთ შემთხვევაში ცხოველების ამ ორ ჯგუფს შორის ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება. თუმცა გორილებს ერთი კონკრეტული რაღაც უყავთ და სხვადასხვა ამ რაღაცით ისინი ჩვენ გვანან. მოკლედ, გორილების კანი მათ კუნთებზე არის საკმაოდ მჭიდროდ შემოჭერილი. ამასთანავე საკმაოდ ფაქიზიცაა. ეს ფაქტი ლომების პრაის ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს, რადგან მათ გორილასთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება ბრჭყალებითაც შეუძლიათ. მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გორილების ჯარი ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ლომების პრაიდი მათ მაინც დაამარცხებს. წითელი ტურები. აზიური წითელი ტურა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონადირეა. წითელ ტურებს აზიაში თითქმის ყველგან შეხვდებით. ეს მათ კარგ ადაპტაციის უნარზე მეტყველებს. აზიური წითელი ტურები ტროპიკულ ტყეებში სახერხებენ ნადირობას და მასით თავისი 10-ჯერ დიდი ცხოველების დამარცხებაც შეუძლიათ. წითელი ტურები სიგრძეში 0.9 მეტრამდე იზრდებიან და 18-დან 23 კილოგრამამდე იწონიან. წითელი ტურები ძირითადად 5 წევრიან ჯგუფებად ნადირობენ, თუმცა რეალურად მათ ხროვაში 5-დან 30-მდე წევრია. ახლა მოდით ჩავთვალოთ, რომ გვაქვს საქმე 30 წითელ ტურასთან და დაახლოებით 13 ლომთან და ვივარაუდოთ, რა მოხდებოდა მათ შორის დაპირისპირებაში. ეგრეთ წოდებული წითელი ტურები ლომებზე მეტნი არიან, მაგრამ ერთი ინდივიდუალური ლომი ერთ წითელ ტურაზე მინიმუმ 6-ჯერ და მაქსიმუმ 10-ჯერ უფრო დიდია. სწორედ ამიტომ ლომისთვის წითელი ტურის მოკლა საკმაოდ მარტივია. მოკლედ, რო ვთქვათ, წითელ ტურებს გამარჯვების მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა აქვთ. მათ ლომები ალყაში უნდა მოაქციონ და იმდენი ხანი შეაწუხონ, რომ დაგანცონ. ეს იქამდე უნდა გააკეთონ, სანამ ლომებს ბრძოლა ფიზიკურად აღარ შეიძლებათ. თუმცა ამის პრაქტიკაში მოხდენის შანსი ძალიან მცირეა. იქიდან გამომდინარე, რომ ლომებსაც საკმაოდ კარგი ჯგუფური მუშაობა ახასიათებთ, საკმაოდ ბევრნი არიან და ტურების გაწყვეტა ცალ-ცალკე შეუძლიათ. ანუ რომელიმე ლომმა რომელიმე ტურას კბილები რო ჩაავლოს, სხვა ტურები მას ვერ მიეხმარებიან, რადგან 12 სხვა ლომზე აქვს სადარდელი. მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამოაქვს ესეთი დასკვნა. წითელი ტურების ხროვა, რომელიც 30 წევრისგან შედგება, აუცილებლად გაუწევს წინააღმდეგობას ლომების დიდ პრაიდს, მაგრამ არ ამგონია, რომ ეს წინააღმდეგობა მათ დასამარცხებლად საკმარისი აღმოჩნდეს. კოპლებიანი აფთრები. კოპლებიანი აფთრები ჰაბიტატის უმეტეს ნაწილს ლომებთან იზიარებენ. შესაბამისად, მათსა და ლომებს შორის სერიოზული მტრობაა გაჩაღებული. კოპლებიანი აფთრები გამოირჩევიან როგორც სოციალურობით, ისე ინდივიდუალური ძალითაც. დედრი კოპლებიანი აფთარი მამზე დიდია და შეიძლება 77 კილომდეც იწონიდეს. აფთრებს კიდევ რამდენიმე სიძლიერე აქვთ. მაგალითად, მათი ყვების ძალა 1100 PSI-ს უტოლდება. ეს ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ამის მიუხედავად, აფთრებს საკმაოდ ვიწრო ყვები აქვთ და თუ მათი ლომებთან დაპირისპირების ბევრი ვიდეო გაქვთ ნანახი, შეამჩნევდით, რომ ლომისთვის კვენა საკმაოდ უჭირთ. კოპლებიანი აფთრების ეგრეთ წოდებულ კლანში საშუალოდ 20-დან 40-მდე აფთარია. თუმცა მათი რიცხვი ხანდახან 80-მდეც აღწევს. ეს არის დიდი გამონაკლისი და ამ გამონაკლისებს რომ მივყვეთ, ლომების პრაიდში მაქსიმალური დაფიქსირებული ლომების რაოდენობა 40-ია. ამიტომ მოდით უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ყოველ ერთ ლომზე 2 აფთარი მოდის. აფთრები ლომებზე უფრო გამძლეები არიან, ლომები კი უფრო ძლიერები და დიდები. ეს დაპირისპირება ძალიან ახლოსაა. თუმცა თუ ყოველ ერთ ლომზე 2 აფთარი მოდის, უპირატესობას მაინც ოდნავ ლომებს ვანიჭებ. აფთრებს ამაზე მეტი უპირატესობა თუ აქვთ, ისინი გაიმარჯვებენ. გლები. გლების ხროვა კიდევ ერთი ცხოველების ჯგუფია, რომელიც ლომების პრაიდს საკმაოდ კარგ წინააღმდეგობას გაუწევს. განსაკუთრებით საუბარი მაქვს ჩრდილოეთში მცხოვრები მგლების ხროვაზე. ასეთ ხროვებში შედარებით დიდი მგლები შეიძლება 82 კილოგრამამდეც გაიზარდონ. მგლები 60 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ და შეუძლიათ ესნები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ. ამ ყველაფერთან ერთად გლებს კარგი ჯგუფური ნადირობის უნარი აქვთ.
მათ კარგად ეხერხებათ თავიზე ბევრად დიდ ცხოველებთან გამკლავება. ჩრდილოელი მგლების ხროვაში ძირითადად 10-დან 15-მდე წევრია, თუმცა ეს რიცხვი იშვიათად 30-მდეც ადის. და მოდით ჩავთვალოთ, რომ სწორედ ასეთი ხროვა უპირისპირდება ლომების პრაიდს და ლომების პრაიდში დაახლოებით 13 ლომამდეა. ასეთ შემთხვევაში მგლები ლომებს ნამდვილად დიდ პრობლემებს შეუქმნიან, თუმცა ჩემი პირადი აზრით მათ დასამარცხებლად საკმარისი რესურსი არ ექნებათ. რა თქმა უნდა, აქ ისევე როგორც სხვა დაპირისპირებებში გავლენა ძალიან ბევრ რამეს აქვს. მაგალითად, პრაიდში მხოლოდ ერთი ხვადი ლომი თუა, ეს მგლების შანსებს ძალიან ზრდის, მაგრამ პრაიდში თუ 3 ან მეტი ხვადი ლომია, მაშინ ლომებს ძალიან გაუმარტივდებათ საქმე. მოკლედ ვიდეოს დასკვნა ასეთია: ლომების პრაიდი რჩება ცხოველების უძლიერეს ჯგუფად დედამიწაზე. გადარჩეუდნენ ლომები ავსტრალიის კონტინენტზე? დიდი კატები თითქმის ყველგან არიან. ამერიკებში იაგუარსა და პუმას შეხვდებით. აფრიკაში ლომს და ავაზას. აზიაში კი ვეფხს და ლეოპარდს. რაც შეეხება ავსტრალიას, იქ დიდი კატები საერთოდ არ ბინადრობენ. დღევანდელ ვიდეოში ამას თეორიულად შევცვლით და გავიგებთ, რა მოხდებოდა ავსტრალიაში ლომი რომ გადაგვესახლებინა. რა მოუვიდოდა ავსტრალიის უკვე არსებულ ეკოსისტემას, ან საერთოდ თუ გადარჩებოდა ლომი ავსტრალიაში. მოდით ერთად გავიგოთ. ავსტრალია. მოდით გეოგრაფიის ცოდნა ცოტა გავემტკიცოთ და განვიხილოთ ავსტრალიაში არსებული პირობები. როგორც ვახსენე, აქ დიდი კატები საერთოდ არ არიან. არის ერთი ისტორია, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომისას ამერიკელმა ჯარისკაცებმა ავსტრალიაში პუმა გაუშვეს. ამის მიუხედავად დღესდღეობით ავსტრალიაში პუმების არსებობის არც არავის არ ჯერა დიდად და არც დადასტურებული არ არის ეგ ამბავი. მოკლედ ავსტრალიაში მხოლოდ სახლის კატებს თუ შეხვდებით. დიდი კატების არარსებობის მიუხედავად ავსტრალიას სახიფათო ცხოველები ნამდვილად არ აკლია. პირიქით, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრალია სხვა კონტინენტებისგან იზოლირებულია, აქ შეხვდებით ყველაზე უნიკალურ და განსხვავებულ ცხოველებს. ამ მხრივ გამორჩეულები არიან მარსუპიალები, რომლებიც მხოლოდ ავსტრალიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ანუ ენდემური სახეობები არიან. ყველა მარსუპიალი ავსტრალიაში არ ცხოვრობს. ავსტრალია დიდად არც ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებით გამოირჩევა. აქ მხოლოდ დინგო ცხოვრობს. სამაგიეროდ კონტინენტზე არის უამრავი გველი. ასევე შეხვდებით შხამიან ობობებსაც. მათი შხამი ხშირად მომაკვდინებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიის კონტინენტი ნიანგებითაც გადაჭედილია. ავსტრალიაში შეხვდებით ისეთ ნიანგებსაც, რომლებიც მარილიან წყალში ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, და ისეთებსაც, რომლებიც მტკნარ წყალში ცხოვრობენ. მეტწილად ნიანგები კონტინენტის ჩრდილოეთით უფრო ცხოვრობენ, სადაც საკმაოდ თბილა. ავსტრალიის უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილი ეკვატორიდან 9 გრადუსით სამხრეთითაა. ავსტრალია დიდია, რის გამოც მისი სამხრეთ ნაწილი საკმაოდ შორსაა უკვე ეკვატორიდან. ანუ იქ ისეთი სითბო აღარ არის როგორც ჩრდილოეთში. ავსტრალიაში რამოდენიმე კლიმატური ზონაა. ესენია ტროპიკული ტყე, მთიანეთი და უზარმაზარი არაფრის მომცემი ნახევარუდაბნო. ამ მშრალი მიწების დამსახურებით ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე მშრალი კონტინენტია. ამასთან ერთად კონტინენტის შიდა ნაწილში ხალხი პრაქტიკულად არ ცხოვრობს. იქ მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე 3.4 მოსახლეა. შედარებისთვის საქართველოში 1 კვადრატულ კილომეტრზე 67 კაცი ცხოვრობს. და ამასთან შედარებით ალბათ წარმოგიდგენიათ თუ რა უკაცრიელი იქნება ავსტრალიის კონტინენტი. სანაპირო რეგიონებში მოსახლეობა ბევრად მჭიდროა და დასახლებული. მეტიც უმეტესობა იქ ცხოვრობს. რახან ლომები ავსტრალიაში აფრიკიდან გადმოყავს, მოდით აფრიკის კონტინენტის განვიხილოთ. აფრიკა. საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ლომები აფრიკაში ცხოვრობენ. ამიტომაც მოდით გადავხედოთ აფრიკის კონტინენტს და გავიხსენოთ თუ რა პირობებია იქ. აფრიკა ავსტრალიას რაღაცეებით წააგავს. ავსტრალიის მსგავსად აფრიკაშიც რამოდენიმე კლიმატური ზონაა. მაგალითად ტროპიკული ტყეები, მთები და უდაბნოები. როგორც ვახსენე, ეკვატორი ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილთან საკმაოდ ახლოს არის. აფრიკას კი ეკვატორი ზუსტად შუაზე ყოფს. თუ ლომების დასახლების რუგას შევხედავთ, მალევე მივხვდებით, რომ ლომები ძირითადად სუბსაჰარულ აფრიკაში ცხოვრობენ, ანუ საჰარას უდაბნოს სამხრეთით. ლომებს მაინც და მაინც ტენიან და ტროპიკულ კლიმატში არ უყვართ ცხოვრება. ისინი მეტწილად სავანებში ცხოვრობენ, სადაც საკმაოდ თბილი და საკმაოდ მშრალი ამინდია. ლომები ხანდახან ნახევარუდაბნოებში და მთებში ცხოვრობენ. მათ შეუძლიათ იცხოვრონ ზღვის დონიდან სადღაც 3500 მეტრამდე სიმაღლეზე. სამაგიეროდ ლომები პრაქტიკულად არ შედიან დახურულ ტყეებში და ჯუნგლებში. ასეთი ადგილები უბრალოდ არ მოსწონთ. გამოდის, რომ ლომები ცხოვრობენ ეკვატორიდან 15-30 გრადუსით სამხრეთით. ლომები სიცხეში თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობენ. მეტიც, მათ ჰაბიტატში ტემპერატურა 20 გრადუს ცელსიუსზე დავლა ძალიან იშვიათად ჩამოდის. მათ ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა 26-დან 30 გრადუსამდე მერყეობს. ამას პლუს ცხელთოებში საკმაოდ ცოტა ნალექი მოდის. სწორედ ამის გამო ლომებს ურჩევნიათ მუდმივი წყლის რესურსი ახლოს კონდეთ, მაგრამ მათთვის ჭრილის არსებობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჭრილის გარეშე დასვენება უბრალოდ შეუძლებელია. კიდევ ერთი რამ, რაც ლომებს ეხმარებათ, არის მაღალი ბალახი და დიდი ბუჩქები. ცხადია, ამას სანადიროდ იყენებენ. ლომები არიან ექსკლუზიურად ხორცის მჭამელები. აქედან გამომდინარე, მათ გადასარჩენად უწევთ სხვა ცხოველების მოკვლა. ლომი სიგრძეში 1.8-დან 2.4 მეტრამდე მერყეობს და საშუალოდ 158-დან 226 კილოგრამამდე იწონის.
ზოგჯერ ამაზე დიდები იზრდებიან. ალბათ თქვენს მიხვდით, რომ ამ ხელმტაცებელს ბევრი საკვები ჭირდება. ამის გამო ლომები შედარებით დიდ ცხრილს უმიზნებენ, მაგრამ ზედმეტად დიდ ცხრილს ერიდებიან. ლომისთვის იდეალური ნადავლი სადაც 200-დან 900 კილოგრამამდე იწონის, რადგან არც ზედმეტად დიდია და არც ზედმეტად პატარა. ლომებს ბევრი საკვები ჭირდებათ, რადგან მთელი პრაიდი ყავს გამოსაკვები. პრაიდში ძირითადად 6-დან 15-მდე ლომია. საჭიროების შემთხვევაში ლომები უფრო პატარა ცხოველებსაც ჭამენ, მაგრამ დიდად არაფერში არ ყოფნით. ლომების პრაიდში ძუ და ხვად ლომებს სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. ძუ ლომები ნადირობენ და პატარა ლომებს დიან, ხვადი ლომები კი პრაიდს იცავენ. ზოგადად ლომებში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ სხვა მტაცებელი შემოიჭრას ტერიტორიაზე. ამიტომ ლომები მუდმივ მზადყოფნაში არიან. ზოგადად აფრიკა ამ მხრივ ყველაზე მომაკვდინებელი და საშიში კონტინენტია. ამის მიუხედავად ლომი იქ თავს საკმაოდ კარგად გრძნობს, იმიტომ რომ სხვა მტაცებლებზე ბევრად დიდი და ძლიერია. ლომი გამოირჩევა ძლიერი ყბებით, მისი კვენის ძალა სადაც 1000 PSI-ს აღწევს. 650-ით ყვილა არ დამიწევრთ არავინ. ლომები ძალიან სწრაფების არიან და 80 კმ/სთ სიჩქარეს თავისუფლად ავითარებენ. თავისი ზომის მიუხედავად ლომს სიჩქარეში ბევრი ვერ უგებს. მეტიც აფრიკის კონტინენტზე მასზე სწრაფი მხოლოდ ერთი მტაცებელია. მაგალითად, ლეოპარდი სულ რაღაც 58 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, აფთარი დაახლოებით 64 კმ/სთ და ველური ძაღლი 70-ს. გამოდის, რომ ავაზა კონტინენტზე ერთ-ერთი მტაცებელია, რომელიც ლომს ასწრებს. მაგრამ რა თქმა უნდა, ლომს თუ გადაეყარა თავისი სიჩქარე აუცილებლად დაჭირდება, რადგან გაქცევა მოუწევს. ერთადერთი ცხოველი, რომელთანაც ლომის კიფთხილადაა, არის ნიანგი. აფრიკაში რამოდენიმე ტიპის ნიანგს შეხვდებით, მაგრამ ყველაზე დიდი და ძლიერი არის ნილოსის ნიანგი. ნილოსის ნიანგს 5000 PSI ყბის ძალა აქვს, რაც მიწაზე ყველაზე მეტია. ალბათ მიხვდით, რას ვიგულისხმებ. მოკლედ, წყალთან ლომები ფრთხილად არიან. სხვათა შორის კარგია, რომ ლომებს ნიანგებთან შეხება აქვთ, რადგან ეს ავსტრალიაში დაჭირდებათ. ლომები ავსტრალიაში. სიტყვაზე ავიღოთ 12 ლომიანი პრაიდი. სატვირთო თვითმფრინავზე დავსვათ და სამხრეთ-აღმოსავლეთით გავემართოთ. ჩვენი ძვირფასი და მომაკვდინებელი ტვირთი ავსტრალიაში წავიღოთ და იქ დავტოვოთ. ლომები ჩასვლისთანავე მიხვდებიან, რომ კონტინენტზე თავიანთი სახლის მაგვარი მიწები ბლომადაა და ზოგ ტერიტორიაზე გარემო პირობები აფრიკისგან საერთოდ არ განსხვავდება. ლომები სავარაუდოდ ძველებურად მოერდებიან ტროპიკულ ტყეებს და ვფიქრობ, არც მაინც და მაინც მთაში დაიდებენ ბინას. ლომები დიდი ალბათობით არჩევანს შეაჩერებენ გაშლილ უბელებზე და ნახევარუდაბნოებზე. ამ ადგილებში ჩათვალეთ ისე იცხოვრობენ, როგორც ნაკრძალებში ცხოვრობენ. ხალხის სიმრავლე მათ ნამდვილად არ შეაწუხებთ. ლომები დროთა განმავლობაში წყალს და სანადირო ადგილს იპოვიან. ავსტრალიაში ეს ორი რამ უფრო იშვიათია, მაგრამ შეუძლებელი საპოვნელი არაა. სამაგიეროდ ავსტრალიაში სხვა რამეა მარტივი. და ეს არის რა თქმა უნდა დომინაცია. ლომები მიჩეული არიან აფრიკის კონტინენტზე ცხოვრებას, სადაც შენი მოკლა აბსოლუტურად ყველაფერს შეუძლია. შესაბამისად კონკურენციაც არანორმალურად დიდია. სხვერპლმაც კი შეიძლება სიცოცხლე მოგისწრაფოს. ლომი ასეთ გარემოში პირველი მტაცებელია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას იზამს ლომი ისეთ ადგილას, სადაც მიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტაცებელი დინგოა, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ძაღლს გავს. კონტინენტზე ყველაზე ძლიერი მაინც ნიანგია, მაგრამ ის ხმელეთზე საერთოდ არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. ნიანგები აფრიკაშიც არიან, მაგრამ ლომებმა იციან როგორ აარიდონ მათ თავი. ნიანგმა ყველაზე მეტი შეიძლება ერთი პრაიდის წევრი მოკლას, მაგრამ თეო პრაიდს ნამდვილად ვერაფერს ვერ უზამს. შეიძლება ნიანგი ლომებმა ხმელეთზე გამოიჭრონ და აქეთ შეჯამონ. მოკლედ ეს არაა პრობლემა. ანუ გამოდის, რომ ლომს თელ კონტინენტზე წინააღმდეგობას ვერავინ და ვერაფერი ვერ უწევს და კლიმატიც კარგია. ანუ არანაირი პრობლემა არ არის, ხო? მოდით არიან დავაგვირდეთ აფრიკას. ახლა კი ავსტრალიას. მოკლედ ძალიან პატარა პრობლემა შევეჩეხეთ. ავსტრალიაში არც ერთი ნორმალური ჩლიქოსანი ცხოველი არ არის, რომლის ჭამას ლომს შეუძლია. ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ავსტრალია სხვა კონტინენტებს გამოიყო, ზოგი ეს ცხოველი ჩამოყალიბებულიც კი არისო. აფრიკაში მსხვერპლის და მტაცებლის ბალანსია. ანუ მტაცებელი ხელს უშლის მსხვერპლის ზედმეტად გამრავლებას. როცა ლომი ერთ ზებრას დაიჭერს, ეს ზებრა ხშირ შემთხვევაში მთელ პრაიდს ყოფნის ხოლმე. ამიტომ ზედმეტი ზებრებიც არ კვდებიან. და იმ შემთხვევაში თუ ლომს პატარა ტახებით და 50 კილოიანი კენგუროებით გამოყვება მოუწევს, მაშინ ფაქტია, რომ პრაიდმა მეტი კენგურო უნდა მოინადიროს. სხვანაირად ფიზიკურად საკმარის ვერ შეჭამს. კენგურუ სუსტი ცხოველი არ არის და ბრძოლად შეუძლია. მაგრამ რამოდენიმე ლომთან, რომლებიც ასობით კილოგრამს იწონიან, ნამდვილად ვერაფერს ვერ გახდება. კონცხის კამეჩი შეიძლება 900 კილოსაც იწონიდეს. უბრალოდ თქვათ, ლომმა მოკლა ის 900 კილოიანი კონცხის კამეჩი და მოიპოვა ამდენი საკვები. იგივე რაოდენობის საკვები რო იშოვოს თავისი პრაიდისთვის მოუწევს 20-ზე მეტი კენგუროს მოკლა. ანუ ლომების ავსტრალიის კონტინენტზე არსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება კენგუროების, ასე ვთქვათ, რაოდენობაზე ძალიან ცუდად აისახოს. მაგრამ ავსტრალიაში 500 მილიონი კენგურო ცხოვრობს. ამიტომ რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ თავს გაიტანენ. ლომები მსგავსი სასტიკი საკვების ინფლაციის გამო სავარაუდოდ ზომაში შემცირდებიან. მათ ზომაში შემცირებას შეუწყობს ის ფაქტორიც, რომ კონკურენცია პრაქტიკულად არ იქნებათ.
ანუ შეიძლება ისეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ ლომები ავსტრალიაში გადარჩებიან, მაგრამ შეიძლება თვითონ ავსტრალიის ეკოსისტემა ვეღარ გადარჩეს გრძელ ვადაში. რა თქმა უნდა, გააჩნია რამდენად გამრავლდებიან ლომები და რამდენ ლომს გადავასახლებთ ავსტრალიაში. მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნას, რომ ლომების პრაიდი ავსტრალიაში გადარჩება და იქნება ძალიან წარმატებული. მათ უბრალოდ კვება გაუჭირდება და დიდი ალბათობით გარეულ ღორებს და კენგურუებს უბრალოდ გაჟლიტავენ და ამ მხრივ ეკოსისტემას საკმაოდ დააზიანებენ. 6 უძლიერესი ლომების კოალიცია ისტორიაში. ლომები არიან ერთადერთი დიდი კატების სახეობა, რომლებიც ჯგუფებად ცხოვრობენ. ამიტომაც მათ კოლექტიურ სიძლიერეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მათ ინდივიდუალურ სიძლიერეს. აქედან გამომდინარე, ლომებისთვის ძლიერი ჯგუფების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. ლომების ჯგუფს ეწოდება პრაიდი, მაგრამ ლომები პრაიდების გარდა კოალიციებსაც აყალიბებენ. უცებ ვიტყვი იმას, რომ ლომების პრაიდი შედგება ბოკვერებისაგან და ძვ ლომებისაგან და ამ ბოკვერებს და ძვ ლომებს განაგებენ ხვადი ლომები. თუ პრაიდს ერთზე მეტი ხვადი ლომი განაგებს, ეს უკვე კოალიციაა. უკეთ რო ავხსნათ, ლომების ჯგუფს, რომელშიც მხოლოდ ხვადი ლომები არიან, კოალიცია ეწოდება. კოალიციებში ლომების რაოდენობა ძირითადად 2-ს ან 3-ს უტოლდება, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეს რიცხვი 6-მდეც ადის. არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც ერთი კოალიცია 2 ან მეტ პრაიდს მართავს. დღეს სწორედ მსგავს გამორჩეულ კოალიციებზე ვისაუბრებთ. ნოჩის ლომები. ნოჩის ლომების კოალიციის ისტორია მასაი მარას ლეგენდარულ ნაკრძალში განვითარდა. ეს კოალიცია ლომის სახელად ნოჩისგან და მისი 5 შვილისგან შედგებოდა. მსგავს კოალიციებში ლომები ერთმანეთის ძმები არიან ხოლმე, ამიტომ ეს კოალიცია ცოტა უჩვეულო იყო. ნოჩის კოალიცია ინდივიდუალური სიძლიერითაც გამოირჩეოდა. თითოეული ლომი იყო ძალიან სწრაფი და მოხმნილი, რაც ამ კოალიციას ნადირობაში ეხმარებოდა. ნოჩის ლომები განთქმულნი იყვნენ ზებრებისა და ანტილოპების წამებში მონადირების უნარით. ისინი ამ ყველაფერს თავიანთი გუნდური მუშაობის საშუალებით აკეთებდნენ. მათი ნადირობის ტაქტიკა შემდეგნაირი იყო. ჯგუფის ლიდერი ნოჩი მსხვერპლს პირდაპირ მივარდებოდა ხოლმე, დანარჩენი ჯგუფის წევრები კი ამ მსხვერპლის ალყაში მოქცევაზე მუშაობდნენ. ეს კოალიცია სხვა ლომებთან ბრძოლაშიც ძალიან ეფექტური იყო. ნოჩის ლომები თავიანთი შესაძლებლობების პიკში 1000 კმ² ტერიტორიას აკონტროლებდნენ. ყველაფრის მიუხედავად მათი დომინაცია სამუდამოდ არ გაგრძელებულა. ნოში დაბერდა და გარდაიცვალა, დანარჩენ ლომებს კი თავიანთი უზარმაზარი ტერიტორიის დასაცავად გაყოფა მოუწიათ. ამის შემდეგ დრო სხვა ლომებმა იხელთეს და დასუსტებული ნოჩის კოალიცია ნელ-ნელა დაამარცხეს. ნოჩის ლომების კოალიცია 6 ლომისაგან შედგებოდა და თავის პიკში აკონტროლებდა არანორმალურად დიდ ტერიტორიას. ბირმინგემის ლომები. ბირმინგემის კოალიციის ისტორია განვითარდა სამხრეთ აფრიკაში, კონკრეტულად კი საბისენდის რეგიონის ჩრდილოეთში. ამ ტერიტორიას კრუგერის ნაკრძალი იგივე ნაციონალური პარკი ეწოდება და ის განთქმულია თავისი ლომების კოალიციებით. ბირმინგემის კოალიცია გამოირჩეოდა იმით, რომ თითოეულ ლომს თავისი ხასიათი და თვისებები ჰქონდა. კოალიციის ლიდერი იყო ლომის სახელად სუნკუ, რომელიც თავისი ქერაფაფრით გამოირჩეოდა. ბირმინგემის ლომებს შორის ყველაზე უფროსი და ძლიერი სწორედ ის იყო, რის გამოც ლიდერის როლი მარტივად მოიგო. მასთან ერთად კოალიციაში შედიოდნენ ჰენჰა, რომელსაც უშიშარ მეომარსაც ეძახიან. შემდეგი წევრი იყო ტინიო, რომელსაც კბილი ჰქონდა გატეხილი. კიდევ ერთი წევრი მფუმო იყო, რომელსაც სახეზე შრამებით გამოარჩევდით. კოალიციის მეხუთე წევრი კი იყო სქრეფერი, რომელსაც ბოროტი მითიური პერსონაჟის სახელი ერქვა. განსხვავებული ხასიათებიდან გამომდინარე, ბირმინგემის ლომებს ერთმანეთში კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ, რის გამოც გუნდურად მუშაობა საკმაოდ უჭირდათ. ბირმინგემის ლომები საჭიროების შემთხვევაში მხარდამხარ იბრძოდნენ, მაგრამ ხანდახან ერთმანეთსაც კონკურენტებად თვლიდნენ. კონკურენციამ ნელ-ნელა თავისი გაიტანა და ბირმინგემის კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. დადის მითები, რომ ამ კოალიციის ერთ-ერთი ლომი ჯერ კიდევ ცოცხალია. ბირმინგემის კოალიციაში სულ 5 ლომი იყო. მატიმბას კოალიცია. მატიმბას ლომების კოალიციაც სწორედ საბისენდის ჩრდილოეთით კრუგერის ნაციონალურ პარკში ბატონობდა. ეს კოალიცია 2010-დან 2017 წლამდე ბატონობდა, ანუ 7 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ტერიტორიებს. მატიმბას კოალიცია შედგებოდა 6 ლომისგან და თითოეული ლომი ძალიან ძლიერი და სასტიკი იყო. ეს ლომები ახალი ტერიტორიის დაპყრობაზე უარს არასდროს არ ამბობდნენ. ამ კოალიციის ისტორია დაიწყო 2010 წელს, როცა გალას რეზერვიდან გავიდნენ და ახალი ტერიტორიები დაიპყრეს. მათი ტერიტორია კრუგერის ნაციონალურ პარკზე, გალას რეზერვზე და კიდევ სხვა საბისენდის ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ის, რომ კოალიციამ სხვა ტერიტორიებზე გადასვლა გადაწყვიტა, გვიჩვენებს იმას, რომ მათ კარგად ესმოდათ სტრატეგიულად რა და როგორ ხდებოდა და ასევე გარემოს აღქმის უნარი ჰქონდათ. მატიმბას კოალიციას თავიდან ჯგუფურად მუშაობა ძალიან კარგად გამოსდიოდა. კონკურენცია შედარებით დაბალი იყო, რის გამოც ლომებს შორის ურთიერთობა არ იყო იმდენად დაძაბული. ამის მიუხედავად ეს კარგი სიტუაცია სამუდამოდ არ გაგრძელებულა და კონკურენცია მაინც თავისი გაიტანა. მატიმბას ლომებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ამას მოყვა ერთ-ერთი წევრის დუნას გაუჩინარება, რის შემდეგაც კოალიცია ორად გაიყო.
ტუნა 2012 წელს გაუჩინარდა და 2013 წელს კი მატიმბას კოალიცია უკვე დაშლილი იყო ორ ნაწილად. მაჯინგილანეს ლომები. მაჯინგილანეს კოალიციას ღამის პატრულებსაც უწოდებენ. ამ ლომებმა ზუსტად იცოდნენ რაც უნდათ და კურსისთვის არც გადაუხვევიათ. ეს ლომები ძმები იყვნენ და დაიბადნენ მანიელეტის გუნების რეზერვში 2004-2005 წლებში. მათ იქ კამეჩებზე ნადირობით გაითქვეს სახელი. მალევე სადღაც 2009 წლისთვის ძმები ბოლომდე წამოიზარდნენ და გადაწყვიტეს სამხრეთით საბისენის ტერიტორიაზე ჩასულიყვნენ. სამხრეთით მოძრაობის დაწყებიდან მალევე ისინი შევიდნენ ეგრეთ წოდებული ცალალას პრაიდის ტერიტორიაზე. მაჯინგალანის კოალიციამ პრაიდ შეუდია და 4 მოზარდი ლომი მაშინვე ამოხოცა. ამ შეტევის შემდეგ პრაიდში მხოლოდ 3 ძუ ლომი და 4 მოზარდი ლომი დარჩა. 2010 წლისთვის მაჯინგილანის კოალიცია პრაიდის მმართველად 2 ძუ ლომმა აღიარა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათ კოალიციის წევრებთან გამრავლება დაიწყეს. მაჯინგალანის ლომები ჯერ კიდევ თავიანთ პიკში იყვნენ. ისინი დღით-დღე ძლიერდებოდნენ და ტერიტორიას უფრო და უფრო აფართოვებდნენ. მათმა ასეთმა დომინაციამ 7 წელზე მეტი გასტანა. მაჯინგილანის კოალიციის დაშლა ნელ-ნელა მოხდა და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგრამ ამ კოალიციის დაღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა ისინი მაპოგოს 2 ლომს გადაეყარნენ. იმის მიუხედავად, რომ 5 2-ზე იყვნენ, ამ შეტაკებისას მათ 1 ლომი დაკარგეს. თუ ეს ისტორია უფრო დეტალურად გაინტერესებთ, გირჩევთ ჩემ ვიდეოს უყუროთ მაპოგოს ლომებზე. რომ შევაჯამოთ, მაჯინგილანის კოალიცია შედგებოდა 5 წევრისაგან და აკონტროლებდა დაახლოებით 26,500 ჰექტარ ტერიტორიას. სელატის კოალიცია. სელატის ლომების ისტორიაც დაიწყო ეგრეთ წოდებული საბისენდის რეგიონში, ანუ სამხრეთ აფრიკაში. ეს კოალიცია ძალიან ძლიერი იყო და 2015-დან 2017 წლამდე ბატონობდა. კოალიციას სახელი სელატის მდინარის გამო შეერქვა, რომელიც ამ ლომების ტერიტორიაზე ჩამოედინებოდა. სელატის ლომებმა თავიანთი ბატონობის 2 წელიწადში ძალიან ბევრი რამ მოასწრეს. მათი აღზევების პერიოდში კონკურენცია არანორმალურად დიდი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს საბისენში მაპოგოს ლომები მეფობდნენ. გეტყვით, რომ მაპოგოს ლომების კოალიცია ითვლება ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილ კოალიციად. ამის მიუხედავად, სელატის ლომებს გაუმართლად და მაპოგოს 6 ლომიდან მხოლოდ 3 ლომთან მოუძიათ გამგლავება. რადგან ამ დროისთვის მაპოგოს კოალიცია უკვე ნახევრად ჩამოშლილი იყო. სელატის 5 ლომი ჯგუფური მუშაობით და კარგი ნადირობის უნარებით გამოირჩეოდა, ამიტომ 3 მაპოგოს ლომთან გამგლავება არ გაჭირვებიათ. ამ ბრძოლაში მაპოგოს ერთ-ერთი ლომი დაიღუპა, დანარჩენი 2 კი ტერიტორიიდან გაიქცა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სელატის კოალიციის 2 წლიანი ბატონობა. მათი ბატონობის დროს მათ მოსდიოდათ პატარა შეტაკებები მაჯინგილანის და ბირმინგამის კოალიციებთან, რომელზეც დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრეთ. ამასთან ერთად კოალიციებში შიდა კონფლიქტებიც გაღვივდა, რამაც ის გამოიწვია, რომ 2016 წელს ერთ-ერთი ლომი კოალიციიდან უბრალოდ წავიდა. ერთ წელში 2017 წელს კი კოალიცია საბოლოოდ დაიშალა. ერთ-ერთი სელატის ლომი სხვა კოალიციას მარტო გადაეყარა და არათანაბარ ბრძოლაში დაიღუპა. კიდევ ერთი კოალიციის წევრი კი ავად გახდა, რის გამოც მალევე დაასრულა სიცოცხლე. ამან სელატის კოალიციაში მხოლოდ 1 წევრი დატოვა. კოალიციის ბოლო წევს 2018-ში ბირმინგემის ლომებმა მოუღეს ბოლო. მაპოგოს ლომები. მაპოგოს ლომების კოალიცია არის კოალიცია, რომელიც ისტორიაში ყველაზე ძლიერ დაფიქსირებულ ლომების ჯგუფად ითვლება. ამ 6 ლომის ისტორია დაიწყო საბისენდის ტერიტორიაზე კრუგერის ნაციონალურ პარკში. მაპოგოს ლომები გამოირჩეოდნენ თავიანთი ინდივიდუალური და გუნდური სიძლიერით და თავიანთი შესაძლებლობების პიკში აკონტროლებდნენ 70,000 ჰექტარ ტერიტორიას. ეს იგივეა, რაც 700 კმ². მაპოგოს ლომები ასეთი დომინანტურები თავიანთი სისასტიკის გარეშე ფიზიკურად ვერ იქნებოდნენ. მათ სულ რაღაც 1 წელიწადის მანძილზე 100-ზე მეტი ლომი ყავთ მოგლული. ეს რიცხვი ვარაუდია და შეიძლება რეალური უფრო მაღალიც იყოს. მაპოგოს ლომების ისტორია იწყება 2005 წელს. ამ წელს მაკულუ ანუ კოალიციის ლიდერი 5 მოზარდ ლომთან ერთად ტოვებს სპარტას პრაიდს. მაკულუს და მაპოგოს 5 მოზარდ ლომს მარტო გადარჩენა მოუწიათ და შესაბამისად ახლო კავშირი ჩამოუყალიბდათ ერთმანეთთან. მაპოგოს ლომები თავიდანვე გამორჩეულად ნადირობდნენ. რაც უფრო იზრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ, მით უფრო საშიშ ცხოველებზე ნადირობდნენ. ისინი არ ერიდებოდნენ ისეთ ცხოველებზე ნადირობას, როგორებიც არიან ჰიპოპოტამი, პატარა მარტორქები და ჟირაფები. ასეთ ცხოველებს ჩვეულებრივი ლომები ძალიან იშვიათად ეკარებიან, მაგრამ მაპოგოს ლომებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა მათზე ნადირობა.
მოკლედ, მაპოგოს კოალიცია თავის პიკში შეუჩერებელი იყო. მას წინააღმდეგობას ვერაფერი უწევდა. ამის მიუხედავად კოალიციამ მაინც დაიშალა და მისი დაშლის მიზეზი შინაგანი კონფლიქტი აღმოჩნდა. კოალიცია გაიყო, რის შემდეგაც ერთ-ერთი ლომი მაჯინგალონის კოალიციას შეეწირა. ამის შემდეგ არც ისე დიდი ხნის ინტერვალით ორი ლომი უბრალოდ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ერთ-ერთ სავარაუდოდ ადამიანებმაც ესროლეს. ამ დანაკარგების შემდეგ კოალიციაში მხოლოდ 3 ლომი იყო დარჩენილი. სწორედ ამ დროს შემოვიდა სელატის კოალიციას შემოსატევად. მაპოგოს ლომებმა პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ მეორე შეტევის დროს ერთ-ერთი ლომის სახელად ქინქითეილი მარტო აღმოჩნდა 4 ლომთან. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ის მალევე დაიღუპა. სწორედ აქ იშლება ჩვენი მაპოგოს კოალიცია. ქინქითეილის სიკვდილის შემდეგ დანარჩენი ორი ლომი ფრიტიპოვი და მაკულუ ტერიტორიიდან გაიქცნენ და რამდენიმე წელი კიდევ იცოცხლეს. ამის მიუხედავად მათ ტერიტორიაზე გავლენა ვეღარ მოახდინეს, რადგან ორნი იყვნენ და თან საკმაოდ ასაკში. მაპოგოს ლომების ისტორია უფრო დეტალურად მაქვს განხილული ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც ამ ვიდეოს ბოლოს დავტოვებ. ნოჩის ლომები, ყველაზე დომინანტი ლომების კოალიცია ისტორიაში. აფრიკა არის ძალიან დიდი ტერიტორიის მქონე კონტინენტი, რომელზეც უამრავი ცხოველი ბინადრობს. და ალბათ ასე თუ ისე ყველა მისით, რომ ამ კონტინენტს ლომები მართავენ. ყოველ შემთხვევაში ლომს თუ სადმე დაინახავთ, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის კვების ჯაჭვის თავზეა იმ ტერიტორიაზე, ანუ ამ ტერიტორიას განაგებს. თუ ისეთ ნაკრძალში წახვალთ, როგორც მასაი მარას რეზერვია, ნახავთ, რომ ლომები აქ ერთმანეთს საერთოდ არინდობენ. სწორედ მასაი მარას ნაკრძალიდან მოდის ლომების ერთ-ერთი უძლიერესი კოალიცია ისტორიაში. და ამ კოალიციას ნოჩის ლომების სახელით მოიხსენიებენ. რაც ამ კოალიციამ გააკეთა ნამდვილად ძალიან რთული და დაუჯერებელია. ამიტომ მოდით რო აღარ დავკარგოთ და ვიდეოს თემაზე გადავიდეთ. ლომები გავრცელებულები არიან აფრიკის უმეტეს ნაწილში. ამ უძლიერეს კატებს 20-ზე მეტ ქვეყანაში შეხვდებით, მაგრამ ტერიტორია, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, მდებარეობს ცენტრალური აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში. კონკრეტულად ვილაპარაკებთ ეგრეთ წოდებულ მასაი მარას ნაკრძალზე, რომელიც კენიაში, ტანზანიის საზღვართან მდებარეობს. ნაკრძალს თავის სახელი მასაის ხალხის გამო შეერქვა. მასაის ხალხი თავის დროზე ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან ჩამოსახლდა. სახელის დაბოლოება მარა კი კოპლემიას ნიშნავს და ნაკრძალს თავისი ვიზუალიდან გამომდინარე შეარქვეს. დღესდღეობით ეს ნაკრძალი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და 1500 კმ²-ს იკავებს. ეს დაახლოებით იმხელა ტერიტორია კახეთი და რაჭა-როა იყო ერთად. მასაი მარას ნაკრძალის უმეტესი ნაწილი მდელოებისაგან შედგება. ამ ტერიტორიებს ახასიათებს სეზონური მდინარეები. ნაკრძალი ასევე გამოირჩევა ორი წვიმის სეზონით. ეს წვიმის სეზონები 4-დან 8 კვირამდე გრძელდება. მასაი მარას შეხვდებით სპილოებს, ლეოპარდებს, ავაზებს, ასევე თეთრ და შავ მარტორქას და სხვა უამრავ ცხოველს. მასაი მარა ასევე გამოირჩევა ლურჯი ანტილოპების დიდი რაოდენობით. და ეს ჩვენი ლურჯი ანტილოპა არის ლომის ერთ-ერთი საყვარელი მსხვერპლი. აქედან გამომდინარე ნაკრძალში ძალიან ბევრი ლომი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეს ლომები ცხოვრობენ პრაიდებად და მამრი ლომები აყალიბებენ კოალიციებს. აფრიკაში ლომი სადაც უნდა დაინახოთ, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის მარტო არ არის და ახლო-მახლო ერთი სხვა ლომი მაინც იქნება. ერთი ლომი უკვე ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ როგორც ვახსენე, ლომები ძალიან იშვიათად დადიან მარტო. სხვა დიდი კატები, მაგალითად ვეფხვი, იაგუარი და ლეოპარდი, სწორედ ამიტომ სხვადობიან ლომისგან. ისინი ცხოვრობენ მარტო და არიან ჩასაფრების მოყვარული ცხოველები. ზოგადად ყველა კატას ჩვევია ჩასაფრება და მოულოდნელი თავდასხმა. გამონაკლისები აქ არც ლომები არიან, უბრალოდ სხვა კატების გავსად ისინი ამას ჯგუფურად აკეთებენ. ვინც არის ის მათთვის, მაინც ვიტყვი, რომ ლომების ჯგუფს პრაიდი ეწოდება. პრაიდი შედგება ძვ ლომებისაგან, ხვადი ლომებისაგან და ბოკვერებისაგან. რა თქმა უნდა, პრაიდში ყველა ლომს თავისი როლი აქვს. ძვ ლომები ნადირობენ და ზდიან ბოკვერებს. ხვადი ლომების კოალიციებს კი პრაიდის წევრების და პრაიდის ტერიტორიის დაცვა ევალებათ. ლომების კოალიციები როგორ ყალიბდება წინა ვიდეოებში კარგად მაქვს განხილული, მაგრამ მაინც მოკლე დავხსნი. ლომების კოალიცია ყალიბდება მაშინ, როცა რამდენიმე ხვადი ლომი გადაწყვეტს, რომ ერთად ჩამოაყალიბონ პრაიდი და დაიცვან ის. კოალიციები ძირითადად ყალიბდება მაშინ, როცა პრაიდში დაიბადება ბევრი ხვადი ლომი. ხშირ შემთხვევაში ეს ლომები ძმებიც არიან და ერთმანეთის მიმართ ნაკლები აგრესია აქვთ. როცა ეს ლომები წამოიზრდებიან, ძალიან ხშირ შემთხვევაში პრაიდიდან მიდიან და ცდილობენ, რომ რომელიმე პრაიდის ლიდერები თავად გახდნენ. კოალიციები უმეტეს შემთხვევაში 2 ან 3 ლომისაგან შედგება. ასეთ კოალიციაში შედარებით იშვიათად ხვდებით 4 ლომს. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ლომების რაოდენობა კოალიციაში შეიძლება 4-ს გადააჭარბოს. რა თქმა უნდა, ისეთ ტერიტორიებზე, როგორც მასაი მარას ნაკრძალია, ბევრი კოალიცია და შესაბამისად კონკურენციას ბევრია. ერთი კოალიცია აუცილებლად ეცდება მეორე კოალიციის განადგურებას და მისი ტერიტორიის დაპყრობას. ამიტომ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ბევრი ლომია, ხვად ლომებს ბევრი ჯაფა ადგათ. ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ტერიტორიის დასაცავად. ლომებს მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან გაგდების რამდენიმე მეთოდი აქვს. ერთ-ერთი მეთოდი არის მოწინააღმდეგე ლომების ღრიალით შეშინება. ლომი თავისი ღრიალით ყოველთვის გასაგებს ხდის, რომ ეს მისი ტერიტორიაა. ლომის ღრიალის ხმა იმდენად ძლიერია, რომ სავანაში დაახლოებით 8 კილომეტრზე ისმის. ეს ხმა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შიშის ზარს მოუკვრის. მაგრამ რა თქმა უნდა, ღრიალი ყოველთვის არ მუშაობს და კოალიციებს ფიზიკური შეტაკებაც უწევთ. ეს შეტაკებები გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით და ძალიან ხშირად არის ხოლმე დანაკარგები. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენი ვიდეოს თემაზე, ანუ ნოჩის ლომების კოალიციაზე. ნოჩის კოალიციის ლიდერ ლომს ნოჩი ერქვა. სწორედ მის გამო შეერქვა კოალიციას სახელი.
ჩვენი კოალიციის ისტორიაც ამ ლომიდან იწყება. ნოჩი დაიბადა გვიან 90-იან წლებში და წამოსვლისთანავე შექმნა კოალიცია პრაიდის ერთ-ერთ ლომთან, რომელსაც ლაითმეილი ერქვა. რა თქმა უნდა, ეს სახელები მერე შეარქვეს. ნოჩმა და ლაითმეილმა, სადაც 2004 წლისთვის სრულად აქს მიაღწიეს და გადაწყვიტეს, რომ სხვა კოალიციებისთვის შეედიათ. ნოჩის და ლაითმეილის პირველი მსხვერპლი მარშის ლომების კოალიცია აღმოჩნდა. ახლად შექმნილი ნოჩის კოალიციის საბედნიეროდ მარშის ლომების პრაიდში მხოლოდ 2 ხვადი ლომი იყო. ნოჩს და ლაითმეილს ამ ორი ლომის ტერიტორიიდან გაძევება არ გაჭირვებიათ. ისინი მარშის ლომზე სასტიკები და ძლიერები აღმოჩნდნენ. მარშის პრაიდში ახლად გაბატონებულმა ნოჩის ლომებმა ბოკვერები დახოცეს და პრაიდის სრულფასოვანი მფლობელები გახდნენ. სულ მალე 2005 წელს მოწინააღმდეგე ლომებმა მარშის პრაიდზე თავდასხმა გადაწყვიტეს. ტერიტორიაზე შემოჭრილ ლომებთან შეტაკების დროს ლაითმეილი გარდაიცვალა. ამ ყველა ფაქტორის მიუხედავად ნოჩმა პრაიდის შენარჩუნება მარტომ შეძლო. ნოჩს დროთა განმავლობაში პრაიდში საკმაოდ ბევრი ბოკვერი ეყოლა, მათ შორის ბევრი ხვადიც იყო. ამის მიუხედავად მოწინააღმდეგე ლომების ზეწოლა იზრდებოდა და ნოჩი ამას ვეღარ უძლებდა. ნოჩი რაც უნდა ძლიერი ყოფილიყო, დიდ კოალიციას მაინც ვერ შეეკავებდა. ადრე გვიან მოწინააღმდეგე ლომები ნოჩს დაამარცხებდნენ. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ნოჩი და მისი რამდენიმე ბოკვერი პრაიდიდან გაიქცენ. ნოჩი პრაიდიდან 5 ხვად ბოკვერთან ერთად გაიქცა. ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა რაღაც ძალიან უცნაური. ეს 5 ბოკვერი ნელ-ნელა წამოიზარდა და მათ თავიანთი საკუთარი კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყეს. საინტერესო ის არის, რომ ნოჩიც ამ კოალიციის ნაწილი გახდა. მეტიც ის თავის შვილებს სათავეში ჩაუდგა და ჯგუფის ლიდერი გახდა. სწორედ აქედან იწყება ოფიციალური ნოჩის კოალიციის ისტორია. კოალიცია გამოირჩეოდა თავისი არასტანდარტული წყობით, ანუ შედგებოდა ძმა ლომებისა და მათი მამისგან. ნოჩის კოალიციაში შედიოდნენ ცეზარი, ნოჩ-მეორე, თვითონ ნოჩი, ლონგი, გრიმესი და რონი. სახელები როგორც ყოველთვის ცოტა შეუსაბამოა. როგორც ვახსენეთ, ლომის კოალიცია ძირითადად 2 ან 3 ლომისგან შედგება. 4 ლომიანი კოალიცია უკვე დიდად ითვლება, 5 საკმაოდ გასაკვირია და 6 ძალიან იშვიათი. როგორც უკვე მიხვდით, ეს კოალიცია 6 მამრი ლომისგან შედგებოდა. ისტორიას მხოლოდ რამდენიმე 6 ლომიანი კოალიცია ახსოვს. და რა თქმა უნდა, ყველა მათგანი იყო ძალიან დომინანტური. ახლა კი უბრუნდებით ნოჩის კოალიციას. ამ პერიოდში ნოჩის 5 ბოკვერი ჯერ კიდევ იზრდება და სწავლობს ნადირობას. ლომების კოალიციებში საკმაოდ ხშირია პროცესი, რომლის დროსაც ლომები ერთად ვითარდებიან და ამაში რა თქმა უნდა ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. ამ კოალიციის შემთხვევაში ბოკვერებს ნოჩის სახით ძალიან კარგი მასწავლებელი ყავდათ და შესაბამისად ყველაფერი უფრო მალე აითვისეს. 2008 წელს კოალიცია ბრძოლისთვის უკვე მზად იყო. ისინი იყვნენ ძლიერები, ახალგაზრდები, კარგად გაწვრთნილები და რაოდენობით ძალიან ბევრნი. შესაბამისად ჰქონდათ დიდი ამბიციები. კოალიციამ მასაი მარაში მალევე გაითქვა სახელი. ნოჩის ლომებმა პატარა დროის მონაკვეთში ძალიან ბევრი სისხლისღვრა გამოიწვიეს. ნოჩის ლომები პრაიდებს ერთი მეორეს მიყოლებით იღებდნენ. ისინი მალევე დაეუფლნენ სამოთხის მუგოროს და სერენას პრაიდებს. ნოჩის კოალიცია დღითიდღე უფრო ძლიერდებოდა. რაღაც დროის შემდეგ მასაი მარას უზარმაზარი ნაკრძალის უდიდესი ნაწილი ნოჩის ლომების მფლობელობაში იყო. ისინი დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს, ანუ ნაკრძალის 2/3-ს აკონტროლებდნენ. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ მთელი ნაკრძალის ფართობი 1500 კვადრატული კილომეტრია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს დომინაცია საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა. ნოჩის ლომები დაახლოებით 10 წელი მეფობდნენ მასაი მარას ნაკრძალის ტერიტორიაზე. მათი ბატონობის პერიოდში დაფიქსირებულია ძალიან ბევრი მკვდარი ხვადი ლომი, რაც მათი ნახელავია. მოკლედ, ამ ხელა ტერიტორია ამდენი ხნის განმავლობაში არც ეს ლომის კოალიციას არ ქონდა გაკონტროლებული. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და ნოჩის ლომების კოალიციას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ბოლოს პრობლემური მათი ტერიტორიის სიდიდე გამოდგა. მათ ამ ხელა ტერიტორიის დასაცავად ხშირად უწევდათ დაყოფა და ძალების გადანაწილება. ნოჩის ლომების სისუსტე მათი სიხარბე აღმოჩნდა. ამ ხელა ტერიტორიის შენარჩუნება რაღაც დროის მერე ძალიან გართულდა და რაღაც პერიოდის მერე სხვა ლომებმა დაყოფილი კოალიციის სისუსტეც იგრძნეს. სწორედ აქედან იწყება ნოჩის კოალიციის აღსასრული. რაც მეტი დრო გადიოდა, კოალიციას უფრო და უფრო ხშირად უწევდა დაყოფა და ძალების გადანაწილება. სხვანაირად ისინი მთელი ტერიტორიის პატრულებას ვერ მოახდენდნენ. ერთ დღესაც პატრულების დროს ერთ-ერთი ლომის სახელად ლონგი გაუჩინარდა. ამის მერე ის აღარასდროს არავის უნახავს. დიდი ალბათობით ლონგი სხვა მამრ ლომებთან არათანაბარ ბრძოლაში დაიღუპა. ერთ-ერთი წევრის დაკარგვის მიუხედავად ნოჩის კოალიცია რჩებოდა ნაკრძალში უძლიერეს ლომების ალიანსად. მათ პირისპირ ბრძოლაში ვერცერთი სხვა კოალიცია ვერ დაამარცხებდა, მაგრამ მოწინააღმდეგე ლომების კოალიციებს ამის იმედი არც ჰქონიათ. მათ ხელსაყრელი მომენტისთვის დაავადება გადაწყვიტეს. ნოჩის ლომებმა ტერიტორია ოდნავ შეაცვლეს და მაინც შევოდნენ დაუმარცხებელ კოალიციად, მაგრამ კოალიციაში წარმოიშვა ახალი პრობლემა. კოალიციის ლიდერი, ანუ ნოჩი, დაბერდა. მას აღარ შეეძლო ძველებურად ბრძოლა და დღითიდღე უფრო სუსტდებოდა. მისი სიკვდილი დროის საკითხი იყო. ნოჩის თავის საბოლოო დღეებში გამოიყო თავის შვილებს და შედარებით განმარტოვებით ცხოვრობდა. ამის მიუხედავად ის კოალიციას ყველაფერში ეხმარებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნოჩმა ლიდერის სტატუსი ბოლომდე შეინარჩუნა. საბოლოოდ ის ასაკით გარდაიცვალა, რაც ლომებში ძალიან იშვიათია. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთი ლომი გრიმასი გამოაგდა კოალიციას. ის მოწინააღმდეგე კოალიციამ მარტო გამოიჭია და მოკლა. ერთ დროს დიდებულ ნოჩის კოალიციაში 3 ლომიღა იყო დარჩენილი. ყველაფრის მიუხედავად ნოჩის ლომები რჩებოდნენ ნომერ 1 კოალიციად ნაკრძალში. ნოჩ მეორე, რონი და ცეზარი ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ ნაკრძალის დიდ ნაწილს.
ამ ამბების შემდეგ ნოჩი ლომი კიდევ 3 წელი აკონტროლებდნენ ამ ტერიტორიებს. ეს იქამდე სანამ 2016-ში კოალიცია რონმა არ დატოვა. ისიც არათანაბარ ბრძოლაში დაიღუპა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ცეზარი დაკოჭდა და ცოტა ხნის მერე 2017-ში გარდაიცვალა. ერთ დროს 6 ლომიან კოალიციაში ახლა მხოლოდ ნოჩი მეორე იყო დარჩენილი. მას მამამისის ნოჩის მსგავსად ტერიტორიის მარტო შენარჩუნება უწევდა, მაგრამ ის მამამისი ძლიერი არ აღმოჩნდა და ტერიტორიიდან გაიქცა. ამის შემდეგ ნოჩი მეორე დიდი ხანი აღარ ჩანდა. რაღაც დროის მერე ის ისევ გამოჩნდა და თავის შვილთან ერთად კიდევ ერთი კოალიცია შექმნა. ამ კოალიციამ თავისი პრაიდის ჩამოყალიბა. ასე დამთავრდა ლეგენდარული ნოჩის ლომების ისტორია. ნათელია ის ფაქტი, რომ ნოჩის ლომების კოალიცია იყო ერთ-ერთი უძლიერესი კოალიცია ისტორიაში. მაგრამ იყო თუ არა ეს კოალიცია მაპოგოს ლომების კოალიციაზე ძლიერი, ამაზე თქვენი აზრი კომენტარებში მაინტერესებს აუცილებლად. 6 უძლიერესი გადაშენებული ლომის ჯიში ისტორიაში. ლომები ძალიან ძლიერი და საინტერესო ცხოველები არიან. ისინი გამოირჩევიან თავიანთი ძალით და სიმამაცით. ალბათ ყველას გესადნებათ დღევანდელი აფრიკული ლომის შესახებ, რომელსაც ცხოველთა მეფესაც ეძახიან. მაგრამ არსებობდნენ ლომების სხვა გადაშენებული ჯიშებიც. დღეს განვიხილოთ 6 გადაშენებულ ლომის სახეობას, დავალაგებთ მათ სიის მიხედვით და შევეცდებით გავიგოთ თუ რატო გადაშენდნენ. სიაში მე-6 არის კონცხის ლომი. კონცხის ლომის ძალიან ძლიერი ლომის სახეობა იყო, მაგრამ ამ სიაში ის ბოლო ადგილზეა. მეცნიერულად მას პანტერა ლეო მელანოჩაიტას ეძახიან. ის გავრცელებული იყო ძირითადად სამხრეთ აფრიკაში კეთილი იმედების კონცხის ტერიტორიის გარშემო. ეს ლომი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მე-18 და მე-19 საუკუნეში, მაგრამ მისი გადაშენების ზუსტი თარიღი სადავოა ჯერჯერობით. ეს ლომი სხვა ლომებისგან თავისი გარეგნობით გამოირჩეოდა. მისი ყველაზე შესამჩნევი გარეგნული თვისება იყო ფაფარი. კონცხის ლომის ფაფარი სხვა ლომებთან შედარებით იყო ბევრად სქელი და მუქი. ასევე მისი ფაფარი გადადიოდა მკერდზე და მუცელზეც, რაც მის გარეგნობას ბევრად უფრო უნიკალურს ხდიდა. თან ზოგადად რაც უფრო ხშირი და მუქი ფაფარი აქვს, ლომს მით უფრო ჯანმრთელად ითვლება. ეს ლომის სახეობა სხვა აფრიკულ ლომებთან შედარებით უფრო მაღალიც იყო. იგულისხმება მხრის სიმაღლე. ამრი აფრიკული კონცხის ლომი იწონა დაახლოებით 160-დან 180 კილოგრამამდე, რაც დღევანდელ აფრიკულ ლომზე ნაკლებია. ამის მიუხედავად კონცხის ლომი მაინც არანაკლებ ძლიერი იყო დღევანდელ აფრიკულ ლომზე. ამის ძირითადი მიზეზი იყო მისი ძალიან ხშირი ფაფარი, რომელიც პოტენციური დაკაწვრისგან და კვენისგან იცავდა. ასევე ის ატარებდა შედარებით ცოტა ცხიმს, რის გამოც უფრო სწრაფიც იყო. ეს ფაქტორები მას ეხმარებოდა სხვა ლომებთან და დიდ მსხვერპლთან გამარჯვებაში. ჩვენ სიაში მეხუთე ადგილს იკავებს ბარბაროსი ლომი. ბარბაროსი ლომი არის ამ სიაში ყველაზე გვიან გადაშენებული ლომის ჯიში. მას მეცნიერულად უწოდებენ პანტერა ლეოლეოს და ასევე ეძახიან ატლასის ლომს. ასე იმიტომ ეძახიან, რომ ისინი ცხოვრობდნენ ატლასის მთებში, რომელიც აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. უფრო კონკრეტულად დღევანდელი მოროკოს, ალჟირის და ტუნისის ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, რომ ისინი ლიბიის რაღაც ნაწილშიც ბინადრობდნენ. რაც შეეხება წონას, ბარბაროსი ლომები დღევანდელ ლომებზე უფრო დიდები იყვნენ. ამრი ბარბაროსი ლომის საშუალო წონა მეყრეობდა 200-დან 230 კილოგრამამდე. ბარბაროსი ლომის ძლევამოსილებაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო მისი დიდი ღვიძლი და რა კავშირშია ღვიძლის ზომა ცხოველის სიძლიერესთან. სწორედ ამ ბარბაროსი ლომის დამსახურებალ ლომი დღეს ცხოველთა მეფედ მიიჩნევა. რო გავიგოთ რატო ჭირდებოდა მას დიდი ღვიძლი, უნდა გადავხედოთ მის ჰაბიტატს. ეს ლომები ცხოვრობდნენ საკმაოდ მშრალ არიდულ ტერიტორიაზე. ასეთ ტერიტორიებზე ძალიან ხშირად არის საკვებისა და წყლის ნაკლებობა. ამიტომ ბარბაროს ლომებს მოუწევდათ ხოლმე რაღაც პერიოდი წყლის და საკვების გარშე გაძლება. დიდი ღვიძლი კი მათ საშუალებას აძლევდათ, რომ მეტი გლუკოზა შეენახათ გლიკოგენის სახით ორგანიზმში და საჭიროების შემთხვევაში ენერგიად გარდაექმნათ. გადიდებული ღვიძლი ბარბაროს ლომს მეტი წყლის დაგროვების საშუალებას აძლევდა ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, ბარბაროს ლომს ცხიმით ნაკლები ჰქონდა და უფრო მეტ დატვირთვასაც უძლებდა სხვა ლომებთან შედარებით. სწორედ ეს ბარბაროსი ლომები ებრძოდნენ გლადიატორებს კოლიზეუმში. და სწორედ ამ ლომის დამსახურებაა დღევანდელი აფრიკული ლომის ასეთი იმიჯი. ჩემი მოგზაურებული აზრით, თუ ამ ლომის ზომას და სიძლიერეს გავითვალისწინებთ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლომს ცხოველთა მეფეს სწორედ მის გამო ჰქვია. ჩვენ სიაში შემდეგი არის ევრაზიული გამოქვაბულის ლომი. ევრაზიული გამოქვაბულის ლომი, ანუ პანტერა ლეოსპილეა, ბინადრობდა პლაისტოცინის ამ დიდი გამყინვარების ეპოქაში. მისი ჩონჩხის ნაწილები აღმოჩენილია თითქმის მთელი ევრაზიის ტერიტორიაზე და ასევე ალიასკის რაღაც პატარა ნაწილში. ამ ევრაზიული გამოქვაბული ლომის ჰაბიტატი ვრცელდებოდა საკმაოდ ბევრ კლიმატურ ზონაზე, როგორებიცაა მაგალითად მდელო, ტყე ან ტუნდრა. ეს ლომები თან არსებობდნენ ისეთ პლაისტოცინის მეგაფაუნის წარმომადგენლებთან, როგორიცაა მაგალითად მამონტი. ასეთ პერიოდშიც უძლიერი არიყავი ვერ გადარჩებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დასრული ევრაზიული გამოქვაბულის ლომები საკმაოდ დიდები იყვნენ. კვლევების მიხედვით ამ ჯიშის მამრი ლომები მეყრდობდნენ 200-დან 360 კილოგრამამდე. როგორც ხედავთ, ეს ლომი საკმაოდ დიდი იყო და მარტო თავისი ზომის გამო შეიძლება ამ სიაში მოხვედრა. მაგრამ ამის გარდა მას ასევე ჰქონდა რამდენიმე იარაღი, რის გამოც მოხდა წინა ვიდეოში სხვა ლომების მაგივრა. აქედან ყველაზე გამორჩეული იყო მისი კბილები და ყბის ძალა.
ამ ლომის ხბისალას ცდებოდა 1800 ფუნტს კვადრატულ ინჩზე, რაც დღევანდელი ლომის შედეგს თითქმის ავორმაგებს. ასეთი კმენის ძალით და კბილებით ევრაზიულ გამოქვაბულის ლომს შეძლო არსებების აბსოლუტური უმეტესობისთვის ნებისმიერი წყლის დამტვრევა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ სიაში პირველი 4 ლომი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან სიძლიერით. ჩვენ სიაში მესამე ადგილს იკავებს ამერიკელი ლომი. ამერიკელი ლომის მეცნიერული სახელია პანტერა ლეოატროქსი. ის დიდი კატა პლაისტოცინის ან დიდი გამყინვარების ეპოქაში ცხოვრობდა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ამერიკული ლომის ჩონჩხის ნაწილები უმეტესად აღმოჩენილია დღევანდელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მაგრამ ამ პრეისტორიული დიდი კატის ჩონჩხებს შევხვდებით ალიასკიდან მექსიკამდე, ანუ თითქმის მთელ კონტინენტზე. დასრული ამერიკელი ლომები წონაში მერყეოდნენ დაახლოებით 220-დან 360 კილოგრამამდე. ზოგი ამერიკელი ლომი ამაზე დიდიც იყო. ასეთი ზომებით ამერიკული ლომი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფელიდად, რომელიც ოდესმე არსებობდა. ფელიდი ნიშნავს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელს. ამ ლომს ჰქონდა შედარებით მტკიცე და კუნთოვანი აგებულება, რომელიც ეხმარებოდა შედარებით დიდი მსხვერპლის მონადირებაში. მეცნიერების ვარაუდით ამ ლომს შედარებით ღია ფერის ბეწვი ჰქონდა. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ ლომს ფაფარი არ ჰქონდა, ზოგი კი ფიქრობს, რომ შედარებით მოკლე ფაფარი ჰქონდა, რომელიც კისერს არ უფარავდა. ამერიკელი ლომები ჯგუფად ნადირობენ თუ მარტო ეს სადავო თემაა, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ისეთი ძლიერი იყო, რომ მამონტებსაც არ უშინდებოდა. ჩვენ სიაში მეორე არის ბერინგის ლომი. ბერინგის ლომის მეცნიერული სახელია პანტერა სპელეა უელსჩაგინი. ლომის ეს ქვესახეობა ცხოვრობდა დაახლოებით 300,000 წლის წინ. ბერინგის ლომის ჩონჩხები ძირითადად აღმოჩენილია ბერინგის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბერინგის ლომი თვისებებით დღევანდელ აფრიკულ ლომსაც გავდა, მაგრამ ჰქონდა მას, რა თქმა უნდა, თავის განსხვავებებიც. რაც შეეხება ამ კატის ზომას, ითვლება, რომ ამრი ბერინგის ლომები იწონდნენ სადაც 230-დან 360 კილოგრამამდე. ბერინგის ლომის უპირატესობა მხოლოდ მისი ზომა არ ყოფილა. ამ ლომის კიდევ ერთი უპირატესობა იყო მისი შედარებით დიდი თათები და კლანჭები. ეს თათები მას ბერინგის ყინულიან ზედაპირზე გადაადგილებაში ეხმარებოდა. დიდ თათებს ამ ლომისთვის ძალიან ბევრი უპირატესობა მოჰქონდა. პირველი ის იყო, რომ დიდი თათები ბერინგის ლომს უფრო მეტ მოჭიდებას აძლევდა. ეს ძალიან დაეხმარებოდა ამ ლომს ნადირობაში და ზოგადად იმ დროს გადარჩენაშიც. ცოტა ხნის წინ ვახსენე, რომ დიდ თათებთან ერთად დიდი ბრჭყალებიც ჰქონდა ამ ლომს. რეალურად მისი კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ დიდი თათების გამო უფრო ძლიერი თათის გასმა ჰქონდა. ამ ლომს შეიძლებოდა ისე ძლიერი თათები ჰქონდა, რომ მსხვერპლი მხოლოდ თათების გასმით მოეკლა. ბერინგის ლომი გამოირჩეოდა იმით, რომ თავისი ცივი ჰაბიტატიდან გამომდინარე მთელი ტანი ჰქონდა დაფარული ბეწვით. და ეს ბეწვი თითქმის ისეთივე სქელი იყო, როგორც ფაფარი. ბერინგის ლომები დიდი ალბათობით ცხოვრობდნენ პატარა პრაიდებად და ითვლება, რომ ეს პრაიდები არანაირ მსხვერპლს არ უშინდებოდნენ. სწორედ ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო გავიყვანა ეს ლომი მეორე ადგილას. ჩვენ სიაში პირველ ადგილს იკავებს მოზბახის ლომი. მოზბახის ლომი, ჩემი აზრით, იყო ყველაზე ძლიერი ლომის ქვესახეობა, რომელიც ოდესმე არსებობდა. მისი მეცნიერული სახელწოდებაა პანტერა ლეოფოსილისი. ეს პრეისტორიული დიდი კატა ცხოვრობდა პლეისტოცინის ეპოქაში. ეს ეპოქა დაიწყო 2.5 მილიონი წლის წინ და დამთავრდა 12,000 წლის წინ. შეგახსენებთ, რომ პლეისტოცინის ეპოქად მოიხსენიებენ ბოლო დიდი გამყინვარების პერიოდს. ამ ლომის ჩონჩხები ძირითადად აღმოჩენილია ევროპის სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ მისი პირველი ჩონჩხი აღმოაჩინეს მოზბახში, გერმანიაში და ამიტომ შეერქვა მას მოზბახის ლომი. მოზბახის ლომის სიძლიერეში ძალიან დიდი როლს თამაშობს მისი უზარმაზარი ზომა. მოზბახის ლომი ისტორიაში ლომებს შორის ყველაზე დიდი იყო. მამრი მოზბახის ლომები წონაში მერყეოდნენ 350-დან 420 კილოგრამამდე. რაც დღევანდელი გრიზლის დათვის წონას უფრო გავს ვიდრე ლომისას. ასეთი ზომა მოზბახის ლომს საშუალებას მისცემდა, რომ თითქმის ნებისმიერი ზომის მსხვერპლი დაეგდო. ამიტომ ითვლება, რომ ის არც ერთი მსხვერპლის მონადირებაზე არ იხევდა უკან. ამას ემატებოდა ისიც, რომ ისინი ჯგუფებად ცხოვრობდნენ. მოზბახის ლომები შესახედად გამოირჩეოდნენ თავიანთი სქელი ბეწვით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ლომები დიდი გამყინვარების დროს ცხოვრობდნენ, ეს ადაპტაცია სასიცოცხლოდ საჭირო იყო მათთვის, რადგან იმ პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე ბევრად უფრო ცივი კლიმატი იყო. დამატებით, სქელი ბეწვი მოზბახის ლომს სხვადასხვა შეტევებისაგანაც დაიცავდა, ანუ მისთვის ჭრილობის მიყენება უფრო ძნელი იქნებოდა. მოზბახის ლომს ჰქონდა საკმაოდ უნიკალური თავის ქალაც. მას ჰქონდა შედარებით უფრო მოკლე დრუნჩი და შედარებით დიდი ადგილი ტვინისათვის. მოზბახის ლომს დღევანდელ ლომებზე დიდი კბილებიც ჰქონდა. სწორედ ამ ყველაფრის გამო გავიყვანე ეს ლომი პირველ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ კომენტარებში დავაფიქსიროთ. სელატის ლომების კოალიცია, მაპოგოს ლომების კოშმარი. რომელიმე ლომების კოალიციას თუ შეგვიძლია ყველაზე ძლიერი დაუძახოთ, ეს აუცილებლად მაპოგოს ლომების კოალიცია იქნება. მათზე სულ ცოტა ხნის წინ ვიდეოში დეტალურად ვილაპარაკე. მაპოგოს ლომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ ხელშეუხებლები იყვნენ, მაგრამ რომის იმპერიის მსგავსად მათი მმართველობას არ გაგრძელდა სამუდამოდ. მაპოგოს ლომების კოალიცია საბოლოოდ დაშალა სელატის ლომების კოალიცია. მოდით თვალი გადავალოთ მათ ისტორიას და გავიგოთ თუ რამდენად ძლიერი იყო სელატის ლომების კოალიცია. უფრო კარგად რომ გავიგოთ რატო იყო ძლიერი ეს ორი კოალიცია, მოდით ჯერ ჩვეულებრივ ლომების პრაისს გადავხედოთ. ლომების პრაისსა და კოალიციას შორის ის განსხვავებაა, რომ კოალიცია შედგება მხოლოდ ხვადი ლომებისაგან, ანუ მხოლოდ მამრი ლომებისაგან. ამ ლომებს ძირითად შემთხვევაში საერთო სისხლიც აქვთ ხოლმე.
რაც შეეხება ლომების ჩვეულებრივ პრაიდს, ის ძირითადად შედგება 2 ან 3 ხვადი ლომისაგან და 12-დან 6-მდე ძუ ლომისაგან. კიდევ ერთხელ განვიხილავ, როგორ იქნება ეს ლომების კოალიციები. როცა პრაიდში ძუ ლომი იბადება, მაგალითად, ის დიდი ალბათობით დარჩება ამავე პრაიდში. მაგრამ როცა ხვადი ლომები იბადებიან პრაიდში, ისინი იშვიათად რჩებიან იქ. ისინი დიდი ალბათობით ან თავისით სწავლენ, ან გააგდებენ. თუ ამ შემთხვევაში რამდენიმე ხვადი ლომი მიდის პრაიდიდან, ისინი აყალიბებენ კოალიციას და ცდილობენ, რომ თვითონ გახდნენ რომელიმე პრაიდის ლიდერები. ასეთ კოალიციებში ძირითადად გვხვდება 2-დან 3-მდე ლომი. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს კოალიციები შედგება 3-ზე მეტი ლომისაგან და ეს კოალიციები თითქმის ყოველთვის ძალიან დომინანტურები არიან. სწორედ რაოდენობა იყო მაპოგოს ლომების მთავარი იარაღი. ისინი 6-ნი იყვნენ და ამის გამო წინააღმდეგობას მათ თითქმის ვერავინ უწევდა. ამას გარდა ინდივიდუალურადაც ძალიან ძლიერები იყვნენ. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ერთ-ერთი ლომის სახელად კინქითელი სიკვდილის წინ 2 ლომს მარტო დაედევნა. სწორედ მისი სიკვდილის პერიოდში იწყება სელატის ლომების კოალიციის ისტორია კრუგერის ნაციონალურ პარკში. ყველაფერი დაიწყო ეგრეთ წოდებული ატრაქციონის კოალიციიდან. ამ კოალიციაში რამდენიმე ბრძოლის შემდეგ მხოლოდ 2 ხვადი ლომი იყო დარჩენილი. ამ ლომებმა რაღაც დროის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამ პრაიდს ვეღარ დაიცავდნენ და უბრალოდ წავიდნენ. ამის გამო პრაიდში საკმაოდ უცნაური სიტუაცია შეიქმნა. დომინანტი ხვადი ლომების წასვლის გამო მოზარდი ხვადი ლომები, რომლებიც ჯგუფში იყვნენ, პრაიდის ლიდერები გახდნენ ცოტა ხანში. მათ ეგრეთ წოდებული გოლფის მოედნის კოალიცია ჩამოაყალიბეს. ამის მერე რამდენიმე საინტერესო რაღაც მოხდა. პრაიდში დაიბადა საკმაოდ ბევრი ბოკვერი და მათ შორის ერთმა ძუ ლომმა გააჩინა 5 მამრი ბოკვერი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ამ პრაიდზე ის იყო, რომ ძუ ლომები დამოუკიდებლად ნადირობას მიჩვეულები იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში პრაიდს დასრული ხვადი ლომი არ ყავდა. ზოგადად ნადირობა პრაიდში აკისრია ძუ ლომებს, მაგრამ როცა შედარებით დიდ სხვებზე არის საუბარი, ხშირად ეხმარება ხოლმე ხვადი ლომი. მაგრამ ამ ლომებს პრაიდში ხვადი ლომი არ ყავდათ, ამიტომ დამოუკიდებლად ისწავლეს ამის გაკეთებაც. როგორც იცით, ლომის ბოკვერს ნადირობას დედა ასწავლეს. სწორედ ასეთმა ძლიერმა ძუ ლომებმა ასწავლეს სელატის ლომების კოალიციას ნადირობა. ეს 5 ხვადი ლომი ნელ-ნელა გაიზარდა და მათი პრაიდიდან წასვლის დროს დადგა. სწორედ აქედან იწყება სელატის ლომების კოალიციის ისტორია. თავდაპირველად მათ სადეს თავისივე პრაიდში ლიდერების გადაგდება და ამ პრაიდის მართვა. მაგრამ გოლფის მოედნის კოალიციამ ისინი დაამარცხა და გააგდო ტერიტორიიდან. იმის მიუხედავად, რომ ჯერ მოზარდები იყვნენ, საკმაოდ კარგადაც ნადირობდნენ და რაოდენობაშიც ბევრნი იყვნენ. შესაბამისად, ახალი ტერიტორიის დაკავებას საერთოდ არ უნდა გაჭირვებოდათ. მაგრამ ამ დროს გარშემო ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მოდით გადავხედოთ სიტუაციას. ამ დროს მაპოგოს ლომები ნაკრძალის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდნენ. ისინი იყვნენ დასრულები, ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები და რაოდენობაშიც 6-ნი იყვნენ. ასევე საკმაოდ კარგად ნადირობდნენ და ზომაში ყველა ასე თუ ისე დიდი იყო. სელატის ლომების კოალიცია კი ამ დროს 5 ლომისგან შედგებოდა, რომლებიც შედარებით პატარები და სუსტები იყვნენ მაპოგოს ლომებთან შედარებით. ამიტომ ისინი ფრთხილები უნდა ყოფილიყვნენ და თავიანთი ყველა ნაბიჯი კარგად გაეთვალათ. რადგან არასორ ტერიტორიაზე რომ შესულიყვნენ, ეს მათთვის კარგად არ დამთავრდებოდა. მაპოგოს ლომების კოალიციის გარდა იმ დროს ნაკრძალში რაღაც ტერიტორიები ჰქონდა მაჯინგალანეს ლომების კოალიციასაც. სელატის ლომების კოალიციამ კი გადაწყვიტა, რომ ტერიტორიის წართმევა სწორედ ამ მაჯინგალანეს კოალიციისთვის ეცადა. შეგახსენით, რომ მაჯინგალანეს ლომების კოალიციაც 5 წევრისგან შედგებოდა. სელატის ლომების კოალიცია ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო. მას მანამდე ვერ მიხვდნენ, სანამ ერთი წევრი არ დაკარგეს. მაჯინგალანეს კოალიციამ მოახერხა სელატის ლომების კოალიციის დამარცხება და პროცესში ერთი სელატის ლომიც მოკვდა. ამ შეჯახებამ დანარჩენ 4 სელატის ლომს ძალიან მნიშვნელოვანი რამ ასწავლა. ისინი თავის დროს უნდა დაალდებოდნენ. ისინი ჯერ დასრულების კი არ იყვნენ და უნდა დაალდებოდნენ, როდის გაიზრდებოდნენ ბოლომდე. ამ დროის განმავლობაში კი სხვა ლომების კოალიციებს ასაკი დაეტყობოდათ. შესაბამისად აღარ იქნებოდნენ ისეთი ძლიერები. ან ვინ იცის, შეიძლება და უკეთესი რამეც მომხდარიყო. სწორედ ამ დროს მაპოგოს ლომების კოალიციას 2 ლომი გამოიყო და ამ ლომს მაჯინგალანეს ლომების კოალიციასთან შეტაკება მოვიდა. ამ შეტაკების შედეგად ორივე კოალიციას 1 ლომი მოაყდა. ახლა მხოლოდ 5 მაპოგოს და 4 მაჯინგალანეს ლომი იყო დარჩენილი. მაპოგოს ლომების კოალიციაში ამ დროს ერთ-ერთმა ლომმა მის ერთი მაკულსმაგიროდ შეითავსა ლიდერობა. ის ამ კოალიციაში ყველაზე სასტიკი და წინ დაუხედავი ლომი იყო. ამას გარდა ახალი პრაიდის დამორჩილების შემდეგ ჩვეოდა ბოკვერების ჭამა. მართალია ხვადი ლომები ამას აკეთებენ, მაგრამ ეს საერთოდ არაა ხშირი, მეტიც საკმაოდ იშვიათია. მას შემდეგ რაც მის ერთი ჯგუფის ლიდერი გახდა, საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. პირველი ტრაგედია იყო ერთ-ერთი ლომის დაღუპვა. ერთ-ეს ლომის სახელად რასტა უბრალოდ წავიდა და აღარასდროს აღარ დაბრუნებულა. ამ ლომს დრედლოქსაც ეძახდნენ და ის გაიზარდა საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი მაპოგოს ლომებს შორის. ის სავარაუდოდ 250 კილოგრამს აღემატებოდა. ამ ლომის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ამ ინციდენტიდან მალევე ერთ-ერთი ლომის კარი ადგილობრივებმა მოკლეს. მან ერთ-ერთ სოფელთან ახლოს გაიარა, რის დროსაც თოფი ესროლეს. ოდესაც უძლიერესი 6 ლომიანი მაპოგოს ლომების კოალიცია ახლა მხოლოდ 3 ლომისაგან შედგებოდა და თავის აჩრდილი იყო.
სწორედ აქ მიეცა სელატის ლომების კოალიციას მაპოგოს ლომებზე თავდასხმის შანსი. ისინი ახლაც დასრულებიც იყვნენ უფრო ძლიერებით და ზოგადად მეტი გამოცდილებაც ჰქონდათ. ასევე რაოდენობითაც 4-3-ის წინააღმდეგი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე მათ მაპოგოს ლომებზე თავდასხმა განახორციელეს. მათ პირველი თავდასხმის დროს ერთ-ერთი მაპოგოს ლომის სახელად ფრიდიბოი მარტო გამოიჭირეს და რაღაც დაზიანებების მიაყენეს. მაგრამ საბოლოოდ მისტერ T და მაგულუს მოვიდნენ და სელატის ლომები გააძევეს ტერიტორიიდან. ეს სელატის ლომის კოალიციისთვის მაინც გამარჯვება იყო. რადგან ისინი მიხვდნენ, რომ ერთ დროს ხელშეუხებელი მაპოგოს ლომების კოალიცია ისეთი ძლიერი აღარ იყო და მათი დამარცხება შეიძლებოდა. სელატის ლომებმა ფრიდიბოი მარტო გამოიჭირეს, მაგრამ მისი მოკლა ვერ შეძლეს. რადგან საკმაოდ დიდი ლომი იყო და ძალიან ახლოს იყო სიდიდით რასტასთან. მეორე თავდასხმის დროს სელატის ლომებმა ფრიდიბოის მაგივრად მისტერ T გამოიჭირეს 1-4-ზე. სელატის კოალიცია მარტო დარჩენილ მისტერ T-ს სპეციალური ტაქტიკით უტევდა. როცა ორი მათგანი მისტერ T-ს ყურადღებას ატანებდა, დანარჩენი ორი უგნიან ესხმოდა თავს. ისინი ნელ-ნელა აყენებდნენ მისტერ T-ს შრილობებს. ბოლოს მანამდე ვეღარ გაუძლო და მოკვდა. დანარჩენი ორი მაპოგოს ლომი მაგულ და ფრიდიბოი ტერიტორიიდან გაიქცნენ. სელატის ლომები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ კრუგერის ნაციონალური პარკის დიდ ტერიტორიას. მაგრამ ბოლოს მათი დაშლის მიზეზი არაერთხელ ნახსენები მაჯინგალეს ლომების კოალიცია აღმოჩნდა. სელატის ლომების კოალიციამ მაჯინგალეს ლომებთან შეტაკების შედეგად კიდევ ერთი წევრი დაკარგა. რის შემდეგაც სელატის დარჩენილი ლომები ტერიტორიიდან გაიქცნენ. ისინი ბოლოს 2017 წელს კრუგერის ნაციონალურ პარკში შეამჩნიეს. როგორც ხედავთ, სელატის ლომების კოალიციასაც ჰქონდა თავისი სისუსტე. მაჯინგალეს ლომების კოალიციამ მოახერხა მათი დამარცხება. იმის მიუხედავად, რომ ორივე კოალიცია 4 ლომისაგან შედგებოდა. ამით ის თქმა რომ სელატის ლომების კოალიცია საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ვერ შეეძლებოდა მაპოგოს ლომების კოალიციას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კინგი თეილი და მისტერ T 2-5-ზე იყვნენ მაჯინგალეს ლომებთან და მაინც შეძლეს ერთი ლომის მოკლა. მაპოგოს ლომების სრული შემადგენლობით დასხმოდნენ მაჯინგალეს კოალიციას თავს დიდი ალბათობით გაიმარჯვებდნენ. მაპოგოს სამმა ლომას კი მოახერხა სელატის კოალიციის ტერიტორიიდან გაგდება. ამიტომ თავისუფლად შეიძლება იმითქმა, რომ სელატის ლომების კოალიცია უბრალოდ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა. და მაპოგოს ლომების კოშმარი რომელიმე სხვა კოალიცია კი არა შიდა განხეთქილება იყო. ყველაზე ძლევამოსილი ლომების კოალიცია ისტორიაში. არც ერთი ლომების პრაიდი არ არის სუსტი, მათთან გადაყრას ბუნებაში ნამდვილად არ გირჩევდით. თუ რამდენად ძლიერია ლომების ჯგუფი ანუ პრაიდი, ამას განაპირობებს ჯერ ინდივიდუალური სიძლიერე თითოეული ლომის და მერე რაოდენობა. ამიტომ გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ ზოგი პრაიდი სხვა პრაიდებზე ბევრად უფრო ძლიერია. ეს ვილაპარაკებთ ლომების პრაიდზე, რომელიც ყველაზე ძლიერადაა მიჩნეული. გულისხმობ რა თქმა უნდა მაპოგოს ლომებს, რომლებსაც კოალიციასაც ეძახიან. კარგად რო აღვიქვათ, რამდენად ძლიერი იყო ეს პრაიდი, უნდა შევადაროთ ჩვეულებრივ პრაიდს. რადგან მაპოგოს ლომები ჩვეულებრივი პრაიდიდან ძალიან განსხვავდებოდნენ. სტანდარტული აფრიკული ლომების ჯგუფი შედგება 6-დან 12-მდე დედალი ლომისაგან და მათი ბოკვერებისაგან. ასევე 2 ან 3 მამალი ლომისაგან, რომლებიც უერთდებიან პრაიდს. ალბათ გაიფიქრეთ თუ რას გულისხმობ იმაში, რომ მამალი ლომები უერთდებიან პრაიდს. მათ ბოკვერების შემდეგ ხშირად აგდებენ საკუთარი პრაიდიდან. მაგალითად, როცა ძუ ლომები წამოიზრდებიან, ისინი რჩებიან პრაიდში. რაც შეეხება მამრ ლომს, ხშირ შემთხვევაში ანაგდებენ ან თავისით მიდის. ხშირად მოზარდი მამრი ლომები პრაიდიდან წასვლისას ერთად რჩებიან, სანამ თავიანთ პრაიდს არ დაარსებენ. შეიძლება ისინი წამოზის შემდეგ თავისივე პრაიდში მიბრუნდნენ და იქ ლიდერი ჩამოვარდონ. სწორედ ამის შიში დაგდებს ხოლმე პრაიდიდან ჯგუფის ლიდერი თავის მოზარდ შვილებს. მას ეშინია რომ მისი შვილები ჩაანაცვლებენ. ეს ლომები შეიძლება ძმებიც იყვნენ და ასეთ კოალიციებში ძირითადად 2-დან 3-მდე მამრი ლომია. ლომებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორია. ლომების პრაიდის მოპოვებულ მიწებს ამავე პრაიდის რამდენიმე თაობა მართავს ხოლმე. მაგრამ როცა ლომების პრაიდი იყოფა და ახალი პრაიდები არსება, ამ პრაიდებსაც ტერიტორია ჭირდებათ რა თქმა უნდა. და ამის გამო იწყება კონფლიქტები. როგორც ისიც ძირითად საქმეს პრაიდში აკეთებენ დედალი ლომები და მამრ ლომებს ბევრი საქმე არ აქვთ. მაგრამ ისეთ სიტუაციაში, სადაც სხვა პრაიდი შემოიჭრება ლომების პრაიდის ტერიტორიაზე, მამრ ლომებს აქვთ ძალიან დიდი მოვალეობა. ისინი ამ შემთხვევაში პრაიდით დასაცავად სიკვდილზეც კი არიან წამსვლელები. კოალიციები არიან ლომის ჯგუფები, რომლებიც მარტო მამრი ლომებით არიან დაკომპლექტებული. და ვიდეოში ცოტა ხნის წინ ვახსენე, როგორ წარმოიქმნებიან ისინი. ესეთი ლომის კოალიციები ხშირად იბრძვიან ტერიტორიისთვის და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთსაც ებრძვიან. მაგრამ ძირითადად დიდ პრაიდებზე შესატევად ზედმეტად ცოტანი არიან. სწორედ ასეთი კოალიციით დაიწყო მაპოგოს ლომების ისტორია სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე. იმ დროს კრუგერის ნაციონალურ პარკში რამდენიმე დიდი კოალიცია იყო, რომლების მამრი ლომებისგან შედგებოდნენ. მათ შორის იყო ერთი საშუალოზე დიდი კოალიცია, რომელსაც სპარტას პრაიდს ეძახოდნენ. ეს სპარტას პრაიდი შედგებოდა 5 მოზარდი მამრი ლომისაგან, რაც ძალიან იშვიათია, რადგან ასეთ კოალიციებში ძირითადად 3-ზე მეტ ლომს არ ხვდებით. ამ 5 ლომის პრაიდში ძალიან უცნაური რამ მოხდა. ერთ კონკრეტულ დედალ ლომს გაუჩნდა ბოკვერები და აქედან 5 იყო მამალი ლომი. როგორც კი ისინი ცოტა წამოიზარდნენ, კოალიციას ჩამოაყალიბეს, რომელშიც შედიოდნენ ეს 5 ძმა ლომი. ამ კოალიციაში შესვლას სძულდა მე-6 ახალგაზრდა ლომი, რომელიც მათი ძმა არ იყო. ჩვეულებრივ ასეთ ლომებს ტერიტორიიდან აგდებენ ან საერთოდ კლავენ ხოლმე. მაგრამ მას არაფერი არ უქნეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მათ საერთო მამა ყავდათ ამ მე-6 ლომთან. ამიტომ იცნეს და თავიანთ კოალიციაში მიიღეს.
მეექვსე ლომს ამ დანარჩენი ხუთის ნახევარ-ძმას ერქვა მაგულუ. ის იყო არა მარტო ყველაზე უფროსი, არამედ ყველაზე დიდიც. ამის გამო ის კოალიციაში შესვლიდან მალევე გახდა ჯგუფის ლიდერი. ამ ეტაპზე ეს 6 ლომი ზედმეტად პატარა იყო ასაკით, რომ სპარტას პრაიდს გამოყოფოდა. მათ 2006 წელს მიაღწიეს ისეთ ასაკს, რომ უკვე მარტო შეეძლო ცხოვრება. ამიტომაც ისინი სპარტას პრაიდს მალევე გამოეყენ. სწორედ აქედან იწყება ლეგენდარული მაპოგოს ლომების ისტორია. სწორედ აქ მაგოგოს ლომების კოალიცია პირველად იწყებს მარტო ცხოვრებას. ისინი დღითიდღე უფრო იზრდებიან, ძლიერდებიან და ხვეწავენ ნადირობის ტექნიკებს. თავიდან ისინი ნადირობდნენ შედარებით პატარა და სუსტ მსხვერპლზე, შემდეგ კი შედარებით დიდი მსხვერპლის აღარ აკმაყოფილებდათ. ბოლოს კი მიადგენ ისეთ ცხოველებს, რომელზეც ჩვეულებრივი ლომები თითქმის არ ნადირობენ. ლაპარაკია ჰიპოპოტამებზე, პატარა მარტორქებსა და ჟირაფებზე. კიდევ ერთი ცხოველი, რომელზეც ისინი ხშირად ნადირობდნენ, იყო კონცხის კამეჩი. ამ ცხოველზე ნადირობა დედალ ლომი შედარებით უჭირთ, მაგრამ 6 მამალი ლომისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა. მათ სპეციალური ტაქტიკებიც კი შეიმუშავეს ამ ცხოველის მოსანადირებლად. სწორედ ამ ნადირობების დროს გამოიმუშავეს მათ საჭირო ბრძოლის უნარები. 2006 წლის მეორე ნახევარში ისინი ნაკრძალის შედარებით ჩრდილოეთ მხარეს გადავიდნენ. სადაც მათ შეჯახება მოვიდათ ოტავა სპრაიტთან, რომელიც ეგრეთ წოდებული საბისენტის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებდა. ამ პრაიდს დედალ ლომებთან ერთად 4 მამალი ლომი წყავდა. ახალგაზრდა მაპოგოს ლომებმა ოტავა სპრაიტ შეუტიეს და მალევე მოკლეს ერთ-ერთი მამრი ლომი. ამან მათ ბრძოლაში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მისცა, რადგან 6-3 წინააღმდეგ იყვნენ. მაპოგოს ლომებმა ასეთი სხვაობით მალევე მოახერხეს დანარჩენი 3 ოტავას მამრის განდევნა და ოტავა სპრაიტში მხოლოდ დედალი ლომი და ბოკვერები დარჩენ. გავრცელებულია ფაქტი, რომ როცა პრაიდში მამრი ლომის ჩანაცვლება ხდება, ის კლავს ბოკვერებს. ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ საერთოდ არ არის ხშირი. შედარებით უფრო ხშირია იმ შემთხვევაში, თუ უცხო პრაიდი შემოიჭრა ტერიტორიაზე და მოკლედ ამ პრაიდის მამრი გახდა ლიდერი. ამ შემთხვევაში ასე მოხდა და ერთ-ერთმა ლომმა სახელად მისტერ ტიმ შეჭამა რამდენიმე ბოკვერი. ამ შემთხვევის შემდეგ მაპოგოს ლომების კოალიცია გახდა ტერიტორიაზე ყველაზე დომინანტი ლომების ჯგუფი. ისინი დღითიდღე აფართოვებდნენ თავიანთ ტერიტორიებს და გზაში უამრავ სხვა კოალიციებსაც ამარცხებდნენ. ამ კონკრეტულ პერიოდში ეს მეგაკოალიცია უბრალოდ შეუჩერებელი იყო. მაგულუ ლიტეროდა რასტას, სკარს, ფრიტი ბოის, კინგი თეილს და მისტერ თის. ეს სახელები მაპოგოს ლომებს ხალხმა შეარქვა. ჩემი პირადი აზრით არ არის დიდად შესაფერისი. ამ ლომებმა ერთად ყოფნის განმავლობაში შეიწირეს 100-ზე მეტის დასრული ლომი. ისინი თავიანთი შესაძლებლობების პიკში აკონტროლებდნენ 8 სხვადასხვა ლომების პრაიდს და საკმაოდ დიდი ხანი ხელშეუხებლებიც იყვნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, სამუდამოდ არაფერი გრძელდება და რამე დაამარცხებდა ამ კოალიციას. ამ კოალიციის განადგურების მიზეზი ლომებს შორის შიდა განხეთქილება აღმოჩნდა. ძმებს შორის მეტოქეობამ დაისადგურა და ამას რა თქმა უნდა კონფლიქტებიც მოვა. მაგულ ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ მისი ადგილის დაკავება მისტერ თის და კინგი თეილს უნდოდათ. ამ ლომებს შორის ნელ-ნელა შუღლი გააღვივა და ბოლოს ეს ყველაფერი მაგულუსა და მისტერ თის შორის ბრძოლით დამთავრდა. ამ ბრძოლაში მაგულუ მისტერ თის დამარცხება მოახერხა და ისე ჩანდა, რომ მისტერ თი დაწყნარდებოდა. მაგრამ მოგვიანებით 2008-ში მისტერ თი და კინგი თეილი ჯგუფს გამოეყვნენ და დასავლეთით წავიდნენ. იქ მათ ახალი კოალიცია ჩამოყალიბეს და 2 წელი ყველაფერს აკონტროლებდნენ. მაგრამ მათი ჩამოგდება უბრალოდ დროის საკითხი იყო. 2010-ში დასავლეთით მაჯინგალონის ლომების კოალიცია გამოჩნდა, რომელიც 5 ლომისაგან შედგებოდა. თავიდან ერთ-ერთ ნადირობის დროს მისტერ თიმ და კინგი თეილმა მოახერხეს ერთ-ერთი ლომის მარტო გამოჭრა და მოკლა. დანარჩენი 4 ლომის ახლოსვე იყო. იმავე დღეს, როცა კინგი თეილი მარტო დადიოდა, მან 2 ლომი შეამჩნია და მას დაედევნა. ამის დანახვაზე დანარჩენი 2 მაჯინგალის ლომის მოვიდა და ის ალყაში მოექცა. კინგი თეილი ისეთ ბრძოლაში მოხვდა, რომლის მოგების შანსი საერთოდ არ ჰქონდა. მალევე მისტერ თიმაც გაიგო ეს ამბავი და მოვიდა კინგი თეილის დასახმარებლად, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის უკვე თითქმის მკვდარი იყო, ამიტომ მისტერ თი იქიდან გაიქცა. მისტერ თი ამ შემთხვევის შემდეგ ისევ თავის ძველი კოალიციის საზებრად წავიდა და ის სხვადასხვა მიიღეს ისევ. რაც თუ ლომების ხასიათს გავითვალისწინებთ, ძალიან გასაკვირია. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ შემდეგ მისტერ თი ისევ დომინაციისა და ლიდერობისთვის დაიწყო ბრძოლა. მან თავისი ძმების ბოკვერების ჭამაც დაიწყო. რამაც კიდევ ერთი კონფლიქტი გამოიწვია მათ შორის. საბოლოოდ მისტერ თი მიზანს მიაღწია და ჯგუფის ლიდერი გახდა. ეს სტატუსი მან მაგულუს წაართვა. მისტერ თი ახალ დასავლეთის მეფე იყო. მისი ლიდერობა გრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღეს უესრა ჯგუფიდან რასტერი გაუჩინარდა. ის საუბრობთ ან ბრაკონიერებმა, ან მაჯინგალების ლომების კოალიციამ შეიწირა. ამბიდან მალევე კიდევ ერთ ლომს კარს ადგილობრივებმა ესროლეს და ისიც გამოაკვდა მაპოგოებს. ერთ დროს უძლიერესი კოალიცია 6-დან 3 ლომამდე იყო ჩამოსული და გადარჩენისათვის იბრძოდა. დარჩენილი 3 ლომი იყვნენ ფრიტი ბოი, მაგულუ და მისტერ თი. ისინი მხოლოდ 3 იყვნენ დარჩენილი, ამიტომ ისინი უფრო ძლიერმა ჯგუფმა ჩაანაცვლა. ეს კოალიცია იყო სალატის მამრი ლომების კოალიცია. ისინი მაპოგოების ტერიტორიაზე სამხრეთიდან შემოვიდნენ და მათ თავს დაესხნენ. და ერთ-ერთი ლომი მისტერ თი მარტო დაიჭირეს. ისინი უფრო მეტნიც იყვნენ და უფრო ახალგაზრდების თან მისტერ თის სპეციალური სტრატეგიით ებრძოდნენ. იმას ყურადღებას ატანინებდნენ, ალყაში აქცევდნენ და შემდეგ კვენდნენ. ამას იქამდე აკეთებდნენ, სანამ მისტერ თი არ დაიღუპა. მაგულუს და ფრიტი ბოის კი მოუწიათ იმ ტერიტორიიდან გაქცევა, რომელსაც 6 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მაგულუს და ფრიტი ბოის ამბავი აქ არ დამთავრებულა, რადგან მათ კიდევ ერთი ტერიტორია აიღეს და იქ იყვნენ რაღაც დროის განმავლობაში. ისინი ბოლოს 2012 წელს კრუგერის ნაციონალურ პარკში შეამჩნიეს. ბოლოს მაინც მაგულა დარჩა, ის 2013 წელს შეამჩნიეს ბოლოს.
ის ნამდვილად იყო ყველაზე ძლევამოსილი ლომების კოალიციის, ანუ მაპოგოს ლომების ლიდერი. ვინც აქამდე მოხვედით, უფრო კარგად რო გაიგოთ კონტექსტი, გეტყვით, რომ ეს მოხდა სამხრეთ აფრიკაში, როგორც ვახსენე ვიდეოში და არიან აქ ყველაზე დიდი ლომები, ერთ-ერთი ბოტსვანას ლომების შემდეგ. საინტერესო ის არის, რომ ძალიან იშვიათია, რომ ესე 5 მამრი ლომი გადარჩეს. ერთისა საინტერესო, რომ 5 მამრი დაიბადა და მეორე ისა საინტერესო, რომ თითოეულ ლომის ბოგორს აქვს ერთი როსთან გადარჩენის შანსი და მაინც 5-ვე როგორ გადარჩა. ასეთი სტილის ვიდეო პირველია შემარზეთ, ხო თუ მოგეწონა ვიდეო დაალაიქო და გამოიწერო არხი, ასევე დატოვო კომენტარი, გინდა თუ არა მსგავსი კონტენტი. ნახვამდის.